მე მგონი შეგვიძლია დავიწყოთ. მოგესალმებით მეგობრებო, პირველ რიგში მადლობა ჩვენს ვებინარზე რეგისტრაციისთვის და დასწრებისთვის. მინდა გითხრათ, რომ დღეს გვესწრებიან ვენდორის წარმომადგენლები. მივესალმოთ. Hello dear friends, dear Sate. Let's start our webinar. Please say hello to our attendees. Hello, colleagues. How are you? Thank you so much for joining and taking our time Do you for this hear webinar. our voice? Yes, I can hear you, Michael. Thank you so much for allowing me to speak and say hi to our colleagues who have joined for this webinar. So, colleagues, I once again thank you on behalf of the entire 42 Digital team and LogSign team for taking our time to join the webinar. I hope this webinar is going to be very informative for you. So, in case if you need any information, if you would like to know more about the capabilities or the features offered on our platform, please feel free to ask any questions. Thank you so much. კარგით. მოდი დავიწყოთ. შეიძლება პატარა ტექნიკური ხარვეზი გქონდეს. მე გავაკეთებ პატარა წარდგენას, ზოგადად, მოგიყვებით ზოგადად პროდუქტის შესახებ და შემდეგ გურამი გააგრძელებს ტექნიკური ნაწილით. დღეს ჩვენ დავისაუბროთ LogSign-ის გაერთიანებულ security ოპერაციების პლატფორმაზე, რომელიც წარმოადგენს Next Generation CM-ის ლოგიკურ გაგრძელებას და Security Operations Center-ის სამუშაო პლატფორმას. LogSign-ის Security Operations პლატფორმი დაგეხმარებათ ქაოსის თავიდან არიდებაში, რისკების შემცირებაში და ზოგადად თქვენი უსაფრთხოების პოზიციების გაძლიერებაში. მოდი დავიწყოთ ბრენდის ისტორიით. LogSign ბაზარზე წარმოდგენილია, გლობალურ ბაზარზე წარმოდგენილია უკვე 15 წელია. შექმნის დღიდან, დაარსების დღიდან საკმაოდ გრძელი და საინტერესო გზა გამოიარა ვენდორმა. ჩვეულებრივი log management-ის თულიდან გარდაიქმნა Security Operations Center-ის გაერთიანებულ პლატფორმას, რომელიც აერთიანებს Next Generation CM-ს, SOAR-ს და Security Operations Center-ის თანამშრომლებს, Security Operations Center-ის ანალიტიკოსებს ეხმარება ინციდენტების გამოძიებაში და ესე ვთქვათ, სამუშაოს გამარტივებაში ინციდენტების TI-ით და UAV-ით გამდიდრებით. თავდაპირველად ვენდორი დაარსდა თურქეთში, თუმცა დღესდღეობით ვხედავთ, რომ ვენდორი წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყანაში, 15-ზე მეტი დისტრიბუტორი და 100-ზე მეტი პარტნიორი ყავს მსოფლიოს მასშტაბით და ასევე სხვადასხვა კონტინენტზეა წარმოდგენილი. მოდით უფრო დეტალურად ვთქვათ, რა კომპონენტებს აერთიანებს LogSign-ის Next Generation CM-ი, ხო, უფრო მარტივი რო იყოს თქვენთვის მოვიხსენიებ Next Generation CM-ად, იმიტომ რომ ძირითადი მოთხოვნები, ძირითადი, ასე ვთქვათ, საჭიროება დღესდღეობით ქართულ ბაზარზე CM-ზე არსებობს, თუმცა, აქვე ხაზი მინდა გავუსვა, რომ LogSign-ის პლატფორმა, LogSign-ის CM-ი Security Operations Center-ის, ასე ვთქვათ, ცენტრალურ კომპონენტს წარმოადგენს და დანერგვის დღიდან დაგეხმარებათ სხვადასხვა უსაფრთხოების ოპერაციის გამარტივებაში და შესრულებაში. შემადგენელ კომპონენტებს რაც შეეხება, როგორც უკვე გითხარით, LogSign-ის პლატფორმა, Security Operations პლატფორმა, გთავაზობთ ლოგების მენეჯმენტით დაწყებული, ინციდენტების გამოძიება, ასევე response ქმედებების ორკესტრაცია და ავტომატიზაცია, incident responding-ი, threat intelligence-ის გამდიდრება, სხვადასხვა ინციდენტის და სხვა. ლიცენზირებას რაც შეეხება, პირველი რისი თქმაც მინდა, LogSign-ი არ გსულდავთ EPS-ების რაოდენობით, თქვენ პლატფორმის დანერგვასთან ერთად ირჩევთ თქვენთვის საჭირო, თქვენთვის აუცილებელ ფუნქციონალს და ასე ვთქვათ, Security Operations პლატფორმის შემადგენელი კომპონენტი შეიძლება იყოს როგორც პლატფორმის ძირითადი ნაწილი, რომელიც გვთავაზობს
ანუ გთავაზობს ინციდენტების გამოძიებას, ინციდენტების ვიზუალიზაციას, საჭირო ინფორმაციის მოძიების ფუნქციონალს, ასევე UABA მოდულის დამატებას, კლასტერიზაციას, TI მოდულის დამატებას და კომპლექსური ქსელების შემთხვევაში, კომპლექსური ნეტვორკის შემთხვევაში, ასევე შეგიძლიათ დამატებით leaf კოლექტორების, დამატებით სენსორების დანერგვა და დამატება ამ არქიტექტურაში. ასევე არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ Security Operations Center არ შედგება მარტო CM-ისგან. Logsign-ი EDA-ში Security Operations Center-ის ცენტრალურ ინსტრუმენტს წარმოადგენს, თუმცა ნებისმიერი ორგანიზაციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია არსებულ უსაფრთხოების solution-ებთან და არსებულ source-ებთან, log source-ებთან კომფორტული და წინასწარ განსაზღვრული ინტეგრაცია. ამ შემთხვევაში, როგორც ხედავთ, Logsign-ს აქვს 600-ზე მეტი წინასწარ განსაზღვრული ინტეგრაცია თქვენთვის ნაცნობ ვენდორებთან, როგორც მაგალითად არის Cisco, Palo Alto, Bitdefender, Senasegura, Picus-ი და უამრავი სხვა გააჩნიათ თქვენს Security Operations Center-ში რა ინსტრუმენტებს და რა უსაფრთხოების კონტროლებს იყენებთ. ასევე, Logsign-ის Security Operations პლატფორმი, თავის თავში Logsign Security Operations პლატფორმას თავის თავში შეუძლია გაერთიანება და დამუშავება ისეთი უსაფრთხოების კონტროლებიდან მიღებული ლოგების, როგორიცაა vulnerability management პლატფორმა, თქვენი შიდა აპლიკაციები, on-premise აპლიკაციები, cloud აპლიკაციები, ქსელური მოწყობილობები, მონაცემთა ბაზები, სხვადასხვა ოპერაციული სისტემა და რა თქმა უნდა, უკვე დანერგილი, უკვე არსებული უსაფრთხოების კონტროლები. ახლა, ორიოდე სიტყვით Logsign-ის solution-ის არქიტექტურაზე მოგიყვებით. პირველ რიგში დანერგვისთანავე, ჩვენთვის მნიშვნელოვანია სტრუქტურა solution-ის next generation CM-ის და მიღებული ლოგების გაერთიანება ერთ data lake-თან. Logsign-ის შემთხვევაში ჩვენ გვაქვს საკმაოდ კომფორტული და მომხმარებლის საჭიროებაზე მორგებული არქიტექტურა. გვაქვს მასშტაბირებადობის როგორც ვერტიკალურად, ასევე ჰორიზონტალურად გავრცობის და გავრცობის საშუალება. ასევე, რაც შეიძლება თქვენთვის სიახლე და საინტერესო იყოს, demo mode-ში Logsign-ს შეუძლია ახალი log source-იდან მიღებული მონაცემების სიმულაცია, მარტივად რო ვთქვათ, სანამ solution-ს შეიძენთ, სანამ ახალ log source-ს დანერგავთ თქვენს Security Operations პლატფორმაზე, შეგიძლიათ წინასწარ ნახოთ და განსაზღვროთ, როგორ აისახება ამ ტიპის log source-იდან მიღებული მონაცემები საერთო სურათზე. ასევე, log management-ზე გადავიდეთ, ამ ფუნქციონალის კუთხით, როგორც ვთქვი, Logsign-ს აქვს წინასწარ განსაზღვრული 600-ზე მეტი ინტეგრაცია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ დავუშვათ თქვენს ინფრასტრუქტურაში არსებული წყარო ჯერჯერობით არ არის მხარდაჭერილი Logsign-ის მიერ, Logsign-ს შეუძლია custom parser-ების დამატება და ასევე, ესე ვთქვათ, custom ინტეგრაციებზე მუშაობა. ამაზეც არ გვაქვს პრობლემა და კიდევ ერთი მომენტი, რაზეც მინდა თქვენი ყურადღების გამახვილება, ლოგების შეგროვების, მონაცემთა შეგროვების განსხვავებული ტექნიკები, API დაწყებული, syslog-ი, SMB, NetFlow და VMI და ასე შემდეგ, ასე ვთქვათ, სტანდარტული ტექნიკები, რომელიც გამოგადგებათ თქვენი არსებული ინფრასტრუქტურის, თქვენი არსებული უსაფრთხოების კონტროლების Logsign-ის პლატფორმაში ჩასაბმევად. რაც შეეხება კონტექსტუალიზაციას და enrichment-ის ფუნქციონალს, Logsign-ს
ეს ოფციაც გააჩნია, ანუ გვთავაზობს განსხვავებულ კორელაციის რულს, ანუ cross correlation რულებს, ასევე ქცევით რულებს, მოწყობილობებზე დაფუძნებულ კორელაციას, საფრთხეზე დაფუძნებულ კორელაციას და ასევე, ასე ვთქვათ, მაიტრეს მიხედვით, ანუ სხვადასხვა საფრთხესთან, სხვადასხვა შეტევასთან თქვენს ინფრასტრუქტურაში, თქვენს გარემოში აღმოჩენილი ინციდენტების მეფინგს და მისადაგებას, პლუს ამას გამდიდრებას სხვადასხვა threat intelligence პლატფორმიდან მიღებული IOC-ებით. Threat intelligence რახან ვახსენეთ, LuxAIN-ის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს threat intelligence პლატფორმები და გარდა ამისა, ასე ვთქვათ, ასეთი ინტეგრაცია 40 მეტია, თუმცა, ანუ თქვენ შეგიძლიათ თქვენი შიდა პლატფორმების შიდა სურსების ჩამატება იმ შემთხვევაში, თუ სიტყვაზე რომელიმე სხვა TI-ის ვენდორთან თანამშრომლობთ და ასე ვთქვათ, ან მიჩვეული ხართ, ან უფრო მაღალი დონის და მაღალი ხარისხის მონაცემები გჭირდება. გამოძიების პროცესს რაც შეეხება, ნუ LuxAIN აქაც გვთავაზობს საჭირო ინსტრუმენტებს იმისთვის, რომ სწრაფად და კომფორტულად მოახდინოთ რისკების განსაზღვრა, საჭირო სკორები მივანიჭოთ არსებულ და ახლად აღმოჩენილ რისკებს, MITRE-ს და Cyber Q-Chain-ის framework-ის მიხედვით მოახდინოთ რისკების და ინციდენტების კატეგორიზაცია. ასევე, ანუ, როგორც უკვე ვახსენე, კომპრომეტაციის ინდიკატორების და შეტევების ინდიკატორებით გამოძიების პროცესში, ანუ აღმოჩენილი ევიდენსების გამდიდრება და ასევე response query-ების აწყობა საკმაოდ მოკლე დროში, ანუ მილიწამები გჭირდება შესაბამისი პასუხის დაგეგმარებისთვის და შესაბამისი პასუხის გასაცემად. Case management-ის კუთხით LuxAIN ეყრდნობა NIST-ის სტანდარტს, ანუ NIST-ის მიერ განსაზღვრულ საცოცხლო ციკლს და შესაბამისად არ აქვს მნიშვნელობა, ხო ინციდენტის გამოძიების პროცესში ჩართულია ერთი კონკრეტული უსაფრთხოების სპეციალისტი თუ სიტყვაზე მთელი გუნდი მუშაობს კონკრეტულ ინციდენტზე, კონკრეტულ кейსზე, ხო, ანუ ინციდენტის თითოეული ტასკი, თითოეული ამოცანა შეგიძლიათ მიასადაგოთ გამოძიების შესაბამის ეტაპს. Response-ის კუთხით, ანუ კიდევ ერთის მნიშვნელოვანი ფუნქციონალი, როგორც SOAR-ის ფუნქციონალის შემცველი, LuxAIN-ის პლატფორმას გათვალისწინებული აქვს როგორც ავტომატური, ასევე ნახევრად ავტომატური რესპონსების ფუნქციონალი, ანუ ავტომატიზაციის კუთხით ჩვენ შეგვიძლია მოვახდინოთ თქვენ სისტემაში არსებულ solution-ებთან ინტეგრაცია და გავწეროთ შესაბამისი სცენარები, response სცენარები და playbook-ები. ნახევრად ავტომატიზირებული response-ების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ანალიტიკოს ჩართულობა დაჭირდება და ესე ვთქვათ, პლატფორმასთან გარკვეული ხარისხით და გარკვეული დოზით ინტერაქცია, თუმცა, ანუ ერთი მეორეს არ გამორიცხავს და პირიქით ავსებს და შესაბამისად თითოეული кейსისთვის, ანუ არ აქვს მნიშვნელობა რა კომპლექსურობის და სირთულეს кейსთან გვექნება შეხება, თითოეული кейსისთვის შეგიძლიათ შეარჩიოთ შესაბამისი სცენარი. და ასევე, ანუ უნდა გვახსოვდეს, რომ Security Operation Center-ისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო ციფრული აქტივების მართვა და ციფრული აქტივებიდან გამომდინარე ინციდენტების გამოძიება, ჩვენი მომხმარებლების ჩვენთვის წარმოადგენს ინტერესთა სფეროს, ხო, ანუ მომხმარებლების ქცევის შეფასება, და საეჭვო, ასე ვთქვათ, პატერნების გამოვლინება, ეს ცალკე მიმართულება, რომელსაც უნდა ფარავდეს Security Operations პლატფორმა და შესაბამისად ისეთი кейსებისთვის, როგორც მონაცემთა ექსფილტრაციის მცდელობა, ან სიტყვაზე botnet
malware-ით ინფიცირება ხო თქვენი მომხმარებლის კომპიუტერების Logsign-ს აქვს გამზადებული შაბლონები ხო მსგავსი ტიპის ინციდენტების გამოძიებისთვის და გარდა ამისა თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ თქვენი მომხმარებლების თქვენი თანამშრომლების ქცევას შექმნათ შესაბამისი watch-list-ები და ანუ ნაადრევად ხო სანამ შეტევა გადავა აქტიურ ფაზაში მოახდინოთ პოტენციურ ინციდენტზე რეაგირება. Compliance რაც შეეხება compliance-ისთვის საჭირო რეპორტების შედგენას Logsign-ის პლატფორმაში ჩაშენებულია საჭირო რეპორტების შაბლონების საკმარისი რაოდენობა, ანუ მოგეხსენებათ დღევანდელი საჭიროებიდან გამომდინარე დღევანდელ რეალობაში ისეთი რეგულაციები, როგორც არის ISO 27001, PCI DSS-ი, GDPR-ი, HIPAA და უამრავი სხვა, ხო შეიძლება ასე ვთქვათ, სხვადასხვა ინდუსტრიის კომპანიას სხვადასხვა სტანდარტზე და სხვადასხვა compliance-ზე ქონდეს მოთხოვნა. Logsign-ის პლატფორმას ეს მოთხოვნების გათვალისწინებული აქვს და შესაბამის compliance-ის frameworks მორგებულია და მისადაგებულია რეპორტების შაბლონები. ვიზუალიზაციის მომენტი და უსაფრთხოების ანალიტიკა, ხო, ანუ SOC-ის თანამშრომლებს Logsign-ის პლატფორმის გამოყენებით შეუძლიათ როგორც ინციდენტების ვიზუალიზაცია, custom dashboard-ების და widget-ების გამოყენება, ასევე drill down-ით კონკრეტული, ანუ ესე ვთქვათ, კონკრეტული ინციდენტის და კონკრეტული кейსის გამოძიებაზე გადასვლა, ხო, ანუ ორივე ხელს უწყობს ანალიტიკოსების მუშაობის ოპტიმიზაციას და ესე ვთქვათ, ზოგადად Security Operations Center-ის პროცესების ოპტიმიზაციას. ბოლოს, ანუ არსებული კლიენტები, არსებული მომხმარებლები Logsign-ის პლატფორმის, როგორც პრეზენტაციის დასაწყისში ვახსენე, Logsign-ი მულტიკონტინენტური ორგანიზაცია და სხვა ქვეყანაში უკვე ყავს კომპანიები, რომლებიც ენდობიან და იყენებენ Logsign-ის სერვისებს, ანუ აქ წარმოდგენილია მცირე, ასე ვთქვათ, ჩამონათვალი და სია Logsign-ის არსებული კლიენტებისა და თუ დააკვირდებით საქართველოს კომპანიაც, ერთ-ერთი ქართული კომპანიაც არის წარმოდგენილი. და ბოლოს, ანუ ამას გურამიც ახსენებს დემოს ნაწილში, თუმცა მინდა ასე ვთქვათ, თქვენი ყურადღება გავამახვილო Logsign-ის საპორტის პორტალზე. იმ შემთხვევაში, თუ დაიწყებთ პროდუქტის გამოყენებას, პლატფორმის გამოყენებას, შესაბამისი საკმაოდ კარგად სტრუქტურიზებული დოკუმენტაცია გამზადებულია საპორტ პორტალზე და ასევე Logsign-ის აკადემია, რომელიც დაგეხმარებათ solution-ის პირველადი ფუნქციონალი solution-ის, ასე ვთქვათ, solution-ზე ზოგადი წარმოდგენის შექმნაში, თუმცა, ანუ ჩვენ როგორც Logsign-ის პარტნიორები აქ ვართ და მოხარულები ვიქნებით ჩავერთოთ თქვენს პროექტებში, პრეზენტაციები ჩავატაროთ, დემოები ჩავატაროთ და დავტესტოთ Logsign-ის solution-ი თქვენთან ერთად. ახლა სიტყვას გადავცემ გურამს და ერთადერთი რასაც დავამატებ, კითხვები თუ გექნებათ, აუცილებლად მოიწერეთ ჩატში და ვებინარის ბოლოს აუცილებლად უპასუხებს ან გურამი უპასუხებს თქვენ შეკითხვებს, ან სიტყვაზე საჭირო თუ გახდა ვენდორსაც ჩავრთავთ Q&A-ის პროცესში. მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ტესტის მისჩემი ხმა. მოკლედ წესი დარიგით ახლა უნდა წარმოგიდგინოთ Logsign-ის დემო, თუმცა დღეს გადავწყვიტეთ, რომ ოდნავ განსხვავებულ ფორმატში იყოს ჩვენი ვებინარი წარმოდგენილი, როგორც წესი ამ კუთხით სტანდარტულად ვებინარებზე არაჩვენებენ ხოლმე, ასე ვთქვათ, პრეზენტაციებს, ტექნიკურ დემოს გულისხმობ, ანუ ამ ასე ვთქვათ, მიმდევრობით არიწყებენ, თუმცა მე მინდა დღეს ვისაუბრო უფრო ასე ვთქვათ, ტექნიკური გუნდის თვალით დანახული solution-ი, ამ შემთხვევაში Logsign-ი,
როგორ გამოიყურება, რა პროცესს გავდივართ, ასე ვთქვათ, დანერგვის დროს, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, შემდეგ დაუშვათ დანერგვის დროს რა არის გასათვალისწინებელი წინასწარ სანამ ამ აღნიშნულ პროცესს დავიწყებთ, შემდეგ უკვე როგორ ხდება ამის კონფიგურაცია, ანუ ასე ვთქვათ, გამართვა სისტემის, რომ ისე რომ უკვე ასე ვთქვათ, სამუშაო მდგომარეობაში მოვიდეს და შემდეგ უკვე როგორ ხდება maintenance და სწორი მართვა, ხო, ამ ყველაფრის. და ამიტომ მე არ დავიწყებ, ასე ვთქვათ, სტანდარტულად dashboard-ებიდან და სხვადასხვა ფუნქციონალიდან, დავიწყებ პირდაპირ data collection-იდან და data source-ებიდან და რატომ შეიძლება დაუშვათ გაგიჩნდეთ შეკითხვა, ხო, მაგრამ რეალური მიზეზი ამ ყველაფრის არის ის, რომ ზოგადად ვინაიდან ჩვენ LogSign-ს პირველ რიგში განვიხილავთ როგორც CM და SOAR solutions, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სანამ ამ security, ასე ვთქვათ, informations და events მივიღებთ და მაგის მართვას დავიწყებთ, ანუ managements დავიწყებთ, მანამდე ეს security source-ები იქონდეს სწორად დალაგებული, ანუ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდე რა solution-ი და რა სახი და როგორ გამოუშვა ლოგები და LogSign-ში, ასე ვთქვათ, როგორ გამოჩნდეს სწორად, ხო? და ზოგადად არა მარტო LogSign-ში, ნებისმიერ CM solution-ში იქნება ეს დაუშვათ ფასიანი solution-ი თუ open source-ი, უფასო, რომელიც შეგვიძლია დავნერგოთ. და აქ რა თქმა უნდა, მთავარი ნაწილი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, არის ის, რომ source-ების შემთხვევაში მნიშვნელოვანია რამდენად გვაქვს vendor-ის მხრიდან მხარდაჭერა იმისი, რომ არ მოგვიწიოს რაღაც custom parsing მეთოდების გაწერა, მაგალითად regex-ების დამუშავება, არ მოგვიწიოს წყაროებთან მიმართებაში რაღაც ზედმეტი წვალება იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება რაღაცა ინციდენტი არ ჩანდეს. და ნუ აი მაგალითისთვის რო ავიღოთ, სტანდარტულად open source solution-ებში როგორ არის ხოლმე, ხო? თუ დაუშვათ რაღაცა პროდუქტთან ინტეგრაცია არ გვაქვს, გადავდივართ მაგალითისთვის სხვადასხვა ვებსაიტზე, სადაც შეგვიძლია online regex-ების ვთქვათ გაწერა, რომ ასე ვთქვათ sample text-ი ჩავაგდოთ, ანუ ლოგები, sample ლოგები რაც არის და იქიდან გამომდინარე მე გავწეროთ ლოგიკა თუ რა უნდა გამოჩნდეს CM-ში და რა არა. მაგრამ LogSign-ის შემთხვევაში ეს რა თქმა უნდა ჩვენს მაგივრად გააკეთა აღნიშნული vendor-ის გუნდმა და პირველ რიგში რაც მინდა გაჩვენოთ არის ის, რომ ნუ API შემთხვევაში საერთოდ ასე ვთქვათ განსხვავებული ასე ვთქვათ ლოგიკა აქვს და აქ საერთოდ parsing-ი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ გვჭირდება, მაგრამ მინდა გაჩვენოთ სათითაოდ თითოეული solution-ი როგორ არის დამატებული ეს ერთი და მინდა ყურადღება გაამახვილოთ და დაუკვირდეთ იმას, რომ რამდენად არის წარმოდგენილი ამ შემთხვევაში რამე parser-ი, ანუ ასე ვთქვათ, custom parser-ები და parser fallback-ები თუ მაქვს ჩართული და როგორც ხედავთ, არაფერი არ არის დამატებული, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია იქიდან გამომდინარე, რომ LogSign-ს არ ჭირდება წინასწარ რაღაც ну საჭიროებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, მაგრამ არ ჭირდება დამატებითი fallback-ების და parser-ების ჩამატება ამ შემთხვევაში, რომ მივიღოთ ჩვენთვის ასურველი შედეგი, ხო? და ну სათითაოდ აგერ იგივე pfSense-ის შემთხვევაში ეს community edition-ი არის, ანუ აქ open source solution-ებიც გვაქვს ჩამატებული და როგორც ხედავთ, არსად დამატებით რაღაც განსაკუთრებული ლოგიკა არ გვაქვს ჩართული. და ამას გაჩვენებთ იმიტომ, რომ დარწმუნდეთ თუ რამდენად მარტივია LogSign-ში სხვადასხვა source-ების ინტეგრაცია. და რატომ მაინდა-მაინც ვიწყებ ამითი, ხო? პირველი შეკითხვა ალბათ რაც შეიძლება ნებისმიერი solution-ის განხილვისას გაგვიჩნდეს არის ის, რომ რამდენად დიდი შრომა არის საჭირო იმისთვის, რომ ეს აღნიშნული solution-ი დავნერგო ორგანიზაციაში და გამოვიყენო სწორად, ხო? როგორც ხედავთ, იგი, მე მგონი თითქმის ყველას ჩამოვყევი უკვე, არსად დამატებითი რაღაც ლოგიკის ჩადება არ მჭირდება LogSign-ის მხარეს. და ესე იგი, წარმოდგენილი გვაქვს ამ შემთხვევაში firewall-ის, ვთქვათ, ფუნქციონალის კუთხით open source pfSense-ი, წარმოდგენილი გვაქვს Bitdefender-ის on-premise და cloud ვერსია, Sentinel-1-ის cloud ვერსია. და როგორც ხედავთ, არსად დამატებითი
ვთქვათ, პარსერები არ გვაქვს გაწერილი. ეს, რა თქმა უნდა, პირველი ნაწილი, რაც საინტერესოა ჩვენთვის და წესით უნდა იყოს, დაუშვათ მინდა რაღაც ახალი solution-ის დამატება, ხო, როგორ ვამატებ? ანუ თვითონ setup-ის პროცესიც ვიტყვი ორიოდე სიტყვით, Logsign-ის ინსტალაცია დანერგვა საკმაოდ მარტივია, იქიდან გამომდინარე, რომ Linux-ზე ხდება, ასე ვთქვათ, Logsign-ის setup-ი და წინასწარ გამზადებული არის აბსოლუტურად ყველაფერი, ანუ უბრალოდ image-ს, როდესაც ჩავასხავთ, ასე ვთქვათ, ვირტუალურ მანქანაში, უბრალოდ effectively next ტიპის პროცედურა არის გასავლელი, რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში custom IP-ის მითითება ხდება, პაროლების გაწერა admin-ის, network მონაცემები, hostname-ის სახელი და ასე შემდეგ, ანუ მსგავსი კონფიგურაცია, მაგრამ არაფერი ისეთი განსაკუთრებული, რასაც შეიძლება დამატებით ისეთი ცოდნა დაჭირდეს. ან გამოცდილება. და შემდეგ უკვე პირველი ეტაპი რაც არის, როდესაც შევდივართ სამართავ კონსოლში, ვიწყებთ სხვადასხვა source-ების დამატებას, ხო? და როგორც გაჩვენეთ, განსაკუთრებით არაფერი ისეთი პრობლემას არ წარმოადგენს ამის დამატება, უცებ ჩამოვული ვენდორების სიას ალბათ ჩანს თქვენთანაც ეკრანზე. რამდენი უკვე წინასწარ გამზადებული ინტეგრაცია არის, რომელზეც წინასწარ არაფრის გაწერა არ გვჭირდება და თუ მაგალითად აღმოჩნდა, რომ რომელიმე ვენდორი არის ისეთი, ვის ჩამატებაც გვინდა Logsign-ის CM-ში, აქაც დიდი პრობლემა არ არის ეს, იქიდან გამომდინარე, რომ ყოველთვის გვაქვს, ასე ვთქვათ, other ვარიანტი, ანუ other vendor-ის სია და შემდეგ უკვე შეგვიძლია ავირჩიოთ Logsign-ის აგენტიდან, generic syslog-ი, ან დავუშვათ syslog-ი და შემდეგ უკვე, როდესაც IP-ს გავწერთ და device name-ს დავარქმევთ, გაჩნდება, ასე ვთქვათ, syslog-ის გვერდზე აღნიშნული პროგრამის სახელი და ის კონფიგურაცია, რითიც გვინდა, რომ აღნიშნული ლოგები ვმართოთ. და რა თქმა უნდა, როდესაც ვიწყებთ ასე ვთქვათ, source-ების ჩაბმა CM-ში, ასევე უნდა SOAR ფუნქციონალზეც, ანუ ორკესტრაციის ფუნქციონალზეც უნდა ვიფიქროთ, ვინაიდან დღესდღეობით საკმაოდ დიდი გამოწვევა არის ორგანიზაციების წინაშე კიბერუსაფრთხოების მიმართულებით და ეს გამოწვევა არის ის, რომ ვინაიდან ხელოვნური ინტელექტი, ასე ვთქვათ, უკვე იარაღების, ასე ვთქვათ, ჭყალებში, სიაში ჩაერთო და შეუძლია ნებისმიერ ადამიანს სურვილი შემთხვევაში რაღაც კონკრეტული სკრიპტი დაწეროს, რაღაც კონკრეტული პროგრამა, ინფორმაცია მიიღოს ამა თუ იმ საკითხზე, თუნდაც კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, ეს ამარტივებს კიბერდამნაშავეებისთვის საქმეს და აქედან გამომდინარე, მთელი ეს დარტყმა ფაქტურად მიდის ტექნიკურ გუნდზე, თუ რა თქმა უნდა ორგანიზაცია ვთქვათ, დიდია და ყავს თავისი SOC team-ი და აქვს იმის საშუალება, რომ შესაბამისად სრულად აწყობილი ინფრასტრუქტურა ქონდეს ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ხო კარგი თუ არა და პატარა ორგანიზაციების შემთხვევაში შეიძლება IT დეპარტამენტსაც კი მოუწიოს აღნიშნული გადაწყვეტილების მართვის შეთავსება, ხო? და აქედან გამომდინარე, რესპონსები გვეხმარება იმაში, რომ ავტომატურად ან თუნდაც ხელით დაუშვათ გავაკეთოთ რაღაც რეაგირება სხვადასხვა შემთხვევაში, აქაც როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდი სია გვაქვს out of box ინტეგრაციების და როგორც ხედავთ, ყველა solution-ის, ანუ აქ წარმოდგენილი ყველა solution-ის, რა თქმა უნდა, ჩაბმა შეგვიძლია ძალიან მარტივად. ამ შემთხვევაში თითოეული solution-ი რას აკეთებს და რა ტიპის response-ი შეუძლია, დამოკიდებულია თვითონ ამ გადაწყვეტილებაზე და Logsign-ის ხარეს ჩვენ კონფიგურის ღილაკს, როდესაც ვაწვევით, შეგვიძლია ვნახოთ დაუშვათ თითოეულ solution-ს რამდენი რაღაც მოქმედების შესრულება შეუძლია და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი, ანუ რომელ solution-ს რისი საშუალება აქვს, ამაზეა დამოკიდებული, რამდენად დიდი სია response-ების ჩამონათვლის, ხო? ჩვენ შემთხვევაში demo-სთვის გვაქვს წარმოდგენილი, ასე ვთქვათ, ის გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ხელთ არსებული იყო და ყველაზე მარტივად, ასე ვთქვათ, ინტეგრირებადი უკვე იმ მოცემულობიდან რომ გვაქვს ეს solution-ები ჩვენს demo გარემოში, მაგალითად Bitdefender-ი, Sentinel-1-ი, Tenable-ის Nessus-ი, Virus Total-ი API საშუალებით, სტანდარტული email-ი, LDAP-ი და MISP-ი, ეს არის open source threat intelligence sharing-ის პლატფორმა და
ვეცდები გაჩვენოთ ასევე რამდენად მარტივია ამ ყველაფრის გამოყენება, რესპონსების შემთხვევაშიც როგორც ხედავთ, უბრალოდ ნებისმიერ solution-ზე კონფიგურს დავაწვევით, შევავსებთ შესაბამის მონაცემებს და ფაქტიურად response-ში აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე დამატებულია. და ერთი რაც მინდა ასე ვთქვათ, სიტუაციურად რო წარმოვიდგინოთ, როგორ უნდა შევხედოთ ამ შემთხვევაში logsign-ს, ხო? ანუ ერთ-ერთი ასოციაციურად, რომ ეს არის ფაქტიურად დირიჟორი, ხო? ანუ დირიჟორი, რომელსაც ყავს თავისი ორკესტრი, უსმენს თითოეულ ნოტს თითოეული მუსიკოსისგან, ისევე როგორც მაგალითად logsign-ი უსმენს ლოგებს, ხო, უყურებს ლოგებს და წინასწარ გაწერილი ნოტების მიხედვით, ჩვენ შემთხვევაში ეს იქნება რაღაც წინასწარ გაწერილი წესები, აძლევს დავალებას თუ მაგალითად, ორკესტრის შემთხვევაში ხმას აუწიოს, დაუწიოს, გაჩერდეს, რაღაც სხვა გუნდმა დაიწყოს, ასე ვთქვათ, დაკვრა და ასე შემდეგ. ხო, ანალოგიურად logsign-ით ჩვენს მაგივრად შეუძლია რომ ორკესტრაცია აიღოს თავის თავზე და გაგვიმარტივოს ეს პროცესები. რა თქმა უნდა, ეს ინტეგრაციის შემთხვევაში მხოლოდ ამით არ თავდება, უცბად გავული რომ გვაქვს data policy-ების დამატების საშუალება და შეგვიძლია ნებისმიერი სახის ინდექსირება მოვახდინოთ ჩვენს მიერ შედგენილი ლოგიკის მიხედვით, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ტიპის ლოგებისთვის შეგვიძლია მაგალითად custom plugin-ი დავწეროთ, ანუ რაც ვისაუბრენ, მაინც და მაინც თუ გვინდა რომ ჩვენი რეგექსების მიხედვით მოხდეს გაწერა, დაახლოებით ესეთი პროცესია, custom plugin-ს ვამატებთ და ანუ მაგალითისთვის PFSense-ზე, სატესტო ასე ვთქვათ, demo რაღაც რეგექსი გავწერე, შეგვიძლია მივაბათ შესაბამისი ივენთები, აქ mappings ვმართავთ, ანუ რომელ ველზე რა ლოგიკა იყოს გადაბმული, აქ თვითონ ლოგია ჩაგდებული და უწერთ დაუშვათ რა ტიპის, ანუ ივენთი რა ტიპის იყოს და რა ამოაგდოს აღნიშნული რეგექსი თუ დაემთხვევა ლოგების სიას და ჩამონათვალს. ესეც რა თქმა უნდა სურვილი შემთხვევაში, თუმცა როგორც ვახსენე, აუცილებლობა ამისი არ გაგვაჩნია. თუ დაუშვათ გვიწევს რაღაც სხვადასხვა ისეთი solution-ების დამატება, რომელსაც შეიძლება მსგავსი პაროლი კონდეს, user და პაროლი, ან მაგალითად ხშირად გვიწევდეს წვდომის მონაცემების გამოყენება, შეგვიძლია წინასწარ დავამატოთ მომხმარებლის მონაცემები, რომელიც დაშიფრული სახით შეინახება თვითონ logsign-ში და ასევე მაიკომაც ახსენა demos პირველ ნაწილში, ანუ პრეზენტაციის ნაწილში, რომ შეგვიძლია ჩვენ რაღაც custom სხვადასხვა solution-ები ჩავამატოთ, ანუ ფაქტიურად demo რეჟიმი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენ სხვადასხვა solution-ები დავამატოთ ისე, რომ არ გვქონდეს რეალურად ჩვენს გარემოში და უბრალოდ ნახოთ, აი მაგალითად როგორი იქნებოდა სიტყვაზე რაღაც კონკრეტული DLP გადაწყვეტილება რომ ქონოდა ჩვენს ინფრასტრუქტურაში, ხო, ანუ რა ტიპის ინფორმაციას მივიღებდი და ამ შემთხვევაში შეიძლება logsign-ი ერთგვარი მრჩეველი სახითაც კი გამოვიდეს და უშუალოდ როგორ განვითარდეს ჩვენი ორგანიზაცია კიბერუსაფრთხოების მიმართულებით, ანუ რა solution-ები დავამატოთ, თუ რა თქმა უნდა, ამაზე უკვე წინასწარ არ მაქვს განსაზღვრული რაღაც გეგმა. და არ ვიცი რა გეგმას უნდა მივყვე. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ისიც, რომ როგორც მაიკომ ახსენა, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა კიდე რაც არის open source გადაწყვეტილებების შემთხვევაში და არა მარტო open source გადაწყვეტილებების შემთხვევაში, ხშირად ფასიანსიემ solution-ებშიც, რომ დიდი ზომის data იწვევს როგორც წესი პრობლემებს და ხშირად ხდება ხოლმე ისეთი რაღაც, რომ შეიძლება რაღაცა გარკვეული დონის მერე upscaling-ი იყოს ძალიან დიდი პრობლემა. რაც logsign-ს არ ეხება, იქიდან გამომდინარე, რომ ესე იგი თვითონ logsign-ი ისია ასე ვთქვათ, აწყობილი, რომ რაც შეიძლება დიდი ზომის data მიიღოს და ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის გადაწყვეტილება აქვს, ანუ გადაჭრის გადაწყვეტილება აქვს, საუბრობ leaf mode-ზე, ანუ როდესაც ჩვენ შეგვიძლია რაღაც source-ები ჩავამატოთ, ამ შემთხვევაში logsign leaf appliance-ის დამატების საშუალება შეგვიძლია და logsign leaf appliance რა არის, რომ ვთქვათ, ხო, ანუ ეს არის appliance, ანუ ცალკე სერვერათაც შეიძლება წარმოვიდგინოთ სხვადასხვა
ლოკაციაზე, ანუ დეცენტრალიზებული სერვერები რომ წარმოვიდგინო და დაუშვათ თუ გვაქვს რამდენიმე ორგანიზაცია, რამდენიმე ოფისი და გვინდა რომ ერთ სამართავ პანელში გავაერთიანოთ და ლოგებმა ერთად მოიყაროს თავი, შეგვიძლია ეს appliance-ები დავაყენოთ, რომელიც ფაქტურად ლოგებს ინახავს თავის თავში და ამის ამართებს LogSign-ის თავარ სერვერში, ხო? და ეს კარგი არის რის გამო? LogSign Leaf Appliance არ აქვს პრობლემა network-ის ვარდნასთან დაკავშირებით. ანუ მაგალითისთვის თუ მოხდა რაღაც გარკვეული მიზეზის გამო network-ის ვარდნა, ანუ ქსელი გაწყდა მაგალითად რაღაც პერიოდი, პრობლემას არ წარმოადგენს, ლოგებს არ ვკარგავთ, იმიტომ რომ ფაქტიურად თითოეული Leaf Appliance თავისთან ინახავს ამ ლოგებს და როგორცვე აღდგება კავშირი აგზავნის LogSign-ის მთავარ, ასე ვთქვათ, მონაცემთა ბაზაში და ასევე ძალიან საინტერესო ფუნქციონალი გვაქვს offset-ის ამ შემთხვევაში, რომელთაც დაუშვათ თუ პირობითად სხვადასხვა სასაათო სარტყელში არის ჩვენი ორგანიზაციები განთავსებული, ან მაგალითად ვიცით რომ ლოგები აგვიანებს რაღაც საათების რაოდენობა ან წუთების რაოდენობა, შეგვიძლია offset-ის საშუალებით ეს ასე ვთქვათ, დიაპაზონი ჩავასწოროთ, ანუ დროის აცდენა ჩავასწოროთ და ერთ დროში, ანუ სწორად, ასე ვთქვათ, live რეჟიმში, სწორი დროით გქონდეს ყველა ლოგი დალაგებული და რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე შეგვიძლია ერთიანად ამ ლოგების მოძიება და ვინაიდან data collection-ზე ვსაუბრობ, უცებ search-ზეც ვისაუბრებ, რა თქმა უნდა, ამას მიუბრუნდები კიდევ უფრო დეტალურად, მაგრამ search-ი მინდა ერთი რაღაც გავითვალისწინოთ, რომ ხშირად, როგორც წესი, CM solution-ებში query-ების სახით ხდება ხოლმე აწყობა სხვადასხვა ბრძანებების, რა თქმა უნდა, LogSign-ის შემთხვევაშიც გვაქვს query-ების გამოყენების საშუალება და ასევე შეგვიძლია, როგორც ხედავთ, მარცხნივ მარცხნივ არსებული მენიუს საშუალებით, ანუ sidebar-ის საშუალებით, სხვადასხვა უკვე არსებული ივენთებიდან ავირჩიოთ რაღაც კონკრეტული მონაცემები, სიტყვაზე თუ გვაქვს როგორც ხედავთ, სხვადასხვა წყაროები და გავფილტროთ იმის მიხედვით, ფაქტურად ხელით არ გვიწევს აღნიშნული query-ების გაწერა. მაგრამ მნიშვნელოვანი მომენტი არის აქ კიდე ის, რომ LogSign-ი ლოგებიდან გამომდინარე ახდენს ამ ლოგების ინდექსირებას, ანუ ფაქტიურად ტექსტური ფორმატის კოპიასაც ინახავს, ოღონდ ასე ვთქვათ, უფრო ზედაპირული კუთხით, ანუ ის იმ ნაწილს, იმ ფილდებს, რისი მოძებნაც რეალურად გვჭირდება query-ების გაწერის დროს და შესაბამისად აი უხეშად რო ავხსნა, როგორც notepad-ში რო ტექსტი კონდეს და find-it რო მოვძებნოთ, find ფუნქციით, ბევრად უფრო ჩქარი არის ეს პროცესი, ვიდრე დაუშვათ მონაცემთა ბაზაში query რომ გავწერო და მონაცემთა ბაზაში საკითხაო request-ის საფუძველზე ასე ვთქვათ, დაამუშავოს მონაცემთა ბაზამ და შემდეგ უკან გამომიგზავნოს შედეგი, ხო? შესაბამისად ეს აჩქარებს ძებნის პროცესს და როდესაც დიდი ზომის data-ზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციონალია იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტურად ერთი რომ დიდხანს არ გვიწევს ლოდინი და მეორე უფრო ზოგადი ინფორმაციის მოძებნის საშუალებაც გვაქვს და არ არის იმის აუცილებლობა, რომ მაგალითად LogSign-მა რომ არ გაჭედოს, ამიტომ ძალიან დეტალური query-ები გავწეროთ, ხო? და query-ებთან ერთი საინტერესო, ასე ვთქვათ, საკითხი არის კიდევ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ enrichment-ის საკითხზე, მონაცემების დამატების საკითხზე და შემდეგ გვაქვს დამატებით იმის საშუალება, რომ ჩვენ შემთხვევაში user mini query-ები დავამატოთ და mini query-ები რა არის. მაგალითისთვის უკვე არსებულს გაჩვენებ, წინასწარ გამზადებული ბრძანებებია, რომლითაც სხვადასხვა რაღაცის მოძებნა შემიძლია და როდესაც search-ის ფუნქციონალში გადავდივარ, ფაქტიურად ორი ანუ at sign-ის საშუალებით შემიძლია ეს mini query-ების სია გამოვიტანო და ერთი დაჭერით დავაწვე, დაუშვათ და გადავიდე შესაბამის შედეგზე, თუ კი რა თქმა უნდა იმ query შესაბამისი რაიმე network event-ის მაგალითად გამაჩნია, ან რაც ეთანხმება, ასე ვთქვათ, ესადაგება იმ query-ებს და ალბათ ხედავთ, რამდენად ჩქარა ხდება ამ ინფორმაციის დამუშავება. შემდეგი საკითხი, რაც ასე ვთქვათ, მინდა რომ ვისაუბრო, არის ის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც უკვე ინტეგრაციის ნაწილს, ასე ვთქვათ, დაუფარავთ, ანუ ძირითადი
data source-ები ჩაბმული გვაქვს, response-ების ნაწილი, ანუ solution-ები დაკავშირებულია logsign-თან, მერე როგორ მართავთ ამ ყველაფერს. ხო, ანუ რამდენად მარტივია აღნიშნული ლოგიკის დაჭერა. ამ შემთხვევაში alert-ებში და ინციდენტებში შეგვიძლია alert rule-ების ჩართვა და ანუ ბაკეტებიდან ასევე ინფორმაციის ჩართვა, ანუ სხვადასხვა ფილტრის მიხედვით შეგვიძლია სხვადასხვა ტიპის ასე ვთქვათ ლოგიკის გამოყენება და როგორც ხედავთ, ну ამ შემთხვევაში მედიდათ არ მიწვალია, იქიდან გამომდინარე, უბრალოდ ყველა ფილტრი და ყველა alert rule-ი ჩავრთე და შემდეგ უკვე შეგვიძლია ამ შემთხვევაში თან მარტივი დანერგვის პრინციპიდან გამომდინარე, ну ერთ-ერთი best practice შეიძლება იყოს, რომ უბრალოდ ყველაფერი ჩავრთოთ და მე რაც არ გვჭირდება ნენელა დავაკლოთ მაგალითისთვის, რომ თავიდან პირველ ეტაპზე კონდეს ხედვა იმისი თუ რა ხდება ჩვენს ორგანიზაციაში და ნუ თვითოულ alert rule-ში რა თქმა უნდა ჩასწორება შეგვიძლია შევიტანოთ, ასევე გაჩვენებთ რამდენად მარტივია ამ alert rule-ების გაწერა, აი მაგალითად ეს AnyDesk detection-ი ჩემი ჩამატებულია და რეალურად რაც საკეთებს ეს ლოგიკა არის ის რომ ლოგებში სხვადასხვა endpoint-დან წამოსულ ლოგებში ეძებს event-ის info-ს, სადაც event-ის ტიპი არის process create-ი, ანუ რაღაცა პროცესი გაეშვა, ასე ვთქვათ, და event description-ში ეძებს, ასე ვთქვათ, ისეთ მონაცემს, რომელიც შეიცავს სიტყვა AnyDesk-ს, ხო? და ამას არ აქვს მნიშვნელობა, შეიძლება პირველ რიგში შეკითხვა გაგიჩნდეთ, რომ აი რა ხდება მომხმარებელი თუ შეცვლის AnyDesk-ის სახელს, ხო? ამას რა თქმა უნდა გაჩვენებთ, რა ხდება, ну, თუ სპოილერი გნებავთ, გეტყვით, თუ არაფერიც არ ხდება, მაინც იჭერს logsign-ი და შესაბამისად ძალიან მარტივად შემიძლია ამ alert rule-ების გაწერა, თუ მინდა რომ custom alert rule იყოს, როგორ ვაკეთებ, ხო, პირველ რიგში გადავდივარ და უშუალოდ სხვადასხვა data source-ში, search-ის საშუალებით შემიძლია გავფილტრო მონაცემები და უშუალოდ შემდეგ ვნახო პირობითად ლოგების ნაწილში, ანუ message-ი რა სახით მოდის და აქედან უკვე რა ინფორმაციის ამოღება მინდა, აი რომ ვისაუბრე და უშუალოდ event-ის ინფორმაციას event info-ში და უშუალოდ process create-ს რო ვეძებდი, description-ში რომ ვეძებდით AnyDesk-ს, ეს ყველაფერი აი აქედან მოდის, ანუ უმარტივესად შემიძლია ვნახო ის ინფორმაცია, რის მიხედვითაც შემდეგ უკვე alert rule-ები უნდა ავაწყო და შემდეგ უკვე როდესაც შესაბამისად alert rule-ებზე გადავალ, შემიძლია რომ ეს ყველაფერი გამოვიყენო. სანამ გამოძიების ნაწილზე, ну, ასე ვთქვათ, ზედაპირულად გავვლით, რა თქმა უნდა, დროის სიმცირიდან გამომდინარე, მაგრამ სანამ უკვე უშუალოდ გამოყენების ნაწილზე გადავალ, მინდა ვისაუბრო იმაზე, რომ აქ data management-ის მიმართულებით გვაქვს data retention-ის ფუნქციონალიც, რა თქმა უნდა, ну, როგორც ხედავთ, მე ამ შემთხვევაში ერთ კვირაზე მიყენია, იქიდან გამომდინარე, რომ არ მინდა ჩემი demo გარემო ძალიან გადავტვირთო, იმიტომ რომ ისედაც სხვადასხვა ტიპის ან ბევრი კიბერუსაფრთხოების solution-ი გვაქვს. შეგვიძლია დაუშვათ ინდექსირების პოლისი თავიდან ბოლომდე მართოთ, კონფიგების backup შეგვიძლია, data შეგვიძლია დაუშვათ რაიმე FTP სერვერზე გაუშვათ დისტანციურად, თუ კი ასე ვთქვათ, საჭიროება მოითხოვს რეგულაციებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შეგვიძლია თითოეული და ისედაც ანუ default-ად ესე არის, რომ ყველა ლოგი არის დაშიფრული, ანუ დასაინებული, ასე ვთქვათ, ფაილური ტიპის სახით და შეგვიძლია sign მეთოდი აურჩიოთ ჩამონათვალიდან, summary მეთოდები, logsign, line sign მეთოდი, offset hash-ი თუ კი დაუშვათ offset-ს ვიყენებთ, საკმაოდ დეტალური კონფიგურაციის საშუალება გვაქვს და შემდეგ უკვე შეგვიძლია აღნიშნული ლოგები წლების, თვეების და დღეების მიხედვითაც კი ვნახოთ და ნუ საჭიროების შემთხვევაში გადმოვიწეროთ ან შევამოწმოთ მისი ასე ვთქვათ უცვლელობა, ხო? ასევე შეგვიძლია logsign event-ებს შევხედოთ, logsign event-ები გვაძლევს საშუალებას, რომ ვნახოთ რაიმე პრობლემა ხო არ არის, მაგალითად, რომელიმე წყაროზე, ну ამ შემთხვევაში სათითაოდ ყველა source-ის შემოწმება ხდება, შეგვიძლია data forwarding-ის გამოყენება და ასევე maintenance-იც გადავალ, ანუ რამდენად მარტივია logsign-ის maintenance-ი, ხო? პირველ რიგში ვისაუბროთ იმაზე, რომ ყველა event-ი როგორ ასე ვთქვათ როგორ მოდის ჩვენ logsign-ამდე და რამე დაუშვათ დანაკარგი ხო არ ხდება, პარსერი როგორ მუშაობს, რამე პრობლემა ხო არ ექნება, რამე პიკზე ხო არ არის ასული და უშუალოდ ზედმეტად დიდ დატვირთვაზე ხომ არ არის, ეს ყველაფერი შეგვიძლია ვნახოთ და
თავარი საკითხი რაც არის ამ შემთხვევაში გვაქვს drop ფუნქციონალის, ანუ ფაქტიურად ლოგსაინის შემთხვევაში შეგვიძლია ნახოთ რაიმე data-ს კარგავთ თუ არა, იმიტომ რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია თავის დროზე შევატყოთ და უშუალოდ ჩვენამდე, ანუ წყაროდან, როდესაც ინფორმაცია მოდის, რაიმე ინფორმაცია ხო არ გვეკარგება და რამე კონფიგურაცია არასწორად ხო არ გვაქვს გაწერილი. რაც რა თქმა უნდა დროულად აღმოჩენის საშუალებას გვაძლევს აღნიშნული პრობლემის და შემდეგ შესაბამისად დროულად რო აღმოვაჩენთ, დროულად ვიწყებთ ამაზე რეაგირებას. შეგვიძლია თითოეული source-ისთვის სტატისტიკა ვნახოთ, რაც გვაქვს ჩამატებული და დიაგნოსტიკისთვის, რა თქმა უნდა, შეგვიძლია სათავოდ დიაგნოსტიკა გაუშვათ და თითოეული კომპონენტი შეგვიმოწმოს და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ნაწილი ალბათ რაც არის support-ის შემთხვევაში ხშირად არის ხოლმე რომ სხვადასხვა solution-ში მაგალითად, როდესაც tickets გავხსნით სხვადასხვა vendor-თან, გვაქვს პრობლემა იმასთან მიმართებაში, რომ თეორიულად შეიძლება შეგვიქმნას პრობლემა, რომ მაგალითად სისტემაში რა გადაწყვეტილები შემოვლენ, vendor-ის ხარის მაგალითად შეიძლება პირობითად თვამობა აწყობდეს AnyDesk-ით შემოსვლა, ან Teams-ით უნდადეს რომ გაუზიაროთ, ვთქვათ, screen sharing-ი და მივცეთ წვდომა, ჩვენ შეიძლება მაგალითად ორგანიზაციაში რაღაც სხვა აპლიკაციას ვიყენებდეთ დისტანციური წვდომისთვის და ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად ძალიან მარტივი გადაწყვეტა აქვს LogSign-ს, რომ საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია ჩვენ support ticket-ის ID ჩავწეროთ, მივცეთ წვდომა, ამ შემთხვევაში როგორც ხედავთ, რაღაცის შემოწმება მინდოდა და LogSign-ის მივეცით წვდომა ჩვენს remote support-ის ფუნქციონალით ჩვენს LogSign-ზე და ყველა მოქმედება, რასაც განახორციელებენ, რა თქმა უნდა, აქ ჩანს, ანუ ჩვენს ვთქვათ, command line-ის საშუალებით და ნებისმიერ დროს შემიძლია შევწყვიტო წვდომა LogSign-ის support-ისთვის. ხო, ანუ ფაქტურად სრულ კონტროლი მაქვს LogSign-ის support-თან მიმართებაში და ამასთანავე რაღაც ზედმეტი დამატებითი solution-ები არ მჭირდება იმისთვის, რომ დახმარება მივიღო. და რა თქმა უნდა, არის support პლატფორმა, სადაც არ ვიცი ხა გამოჩნდა თუ არა, მაგრამ LogSign-ის საიტზე გადავდივართ, სავარაუდოდ უნდა გავაზიარო ახალი ტაბი ერთი წუთით. აი როგორც ხედავთ, გადავდივართ support პლატფორმაზე, სადაც შეგვიძლია აღნიშნული პლატფორმის გამოყენება, აქვე შეგვიძლია დაუშვათ საჭიროების შემთხვევაში ტრენინგის გავლა მაგალითისთვის და სხვადასხვა ჩვენთვის სასურველი ინფორმაციის მიღება. და შემდეგი საკითხი ამ შემთხვევაში რაზეც უნდა ვისაუბრო უკვე არის სისტემაზეც პრინციპში ერთი განსაკუთრებული ალბათ არაფერი არ არის, update-ს ვახსენებ ერთი სამართავად, რომ check update-ი აქედან ხდება და ძალიან მარტივად ღილაკზე ერთი დაწოლით ხდება ამ solution-ზე update-ის განხორციელება და ეხლა უკვე ფაქტურად ჩვენ ვისაუბრეთ ფაქტურად setup-ის ნაწილზე, ანუ რომ შევაჯამოთ Linux-based solution-ია, რომელიც ძალიან მარტივად ყენდება, source-ების ჩაბმა მარტივი იქიდან გამომდინარე, რომ წინასწარ გამზადებული ინტეგრაციები გვაქვს, response-ები ვნახეთ, რომ ასევე მარტივი ჩასამატებელია, უბრალოდ თუ API-ით მოგვაქვს, ამ შემთხვევაში გვჭირდება API-ის მონაცემების გაწერა და თუ დაუშვათ API-ის ინტეგრაციის კუთხით მაგალითისთვის არ გვაქვს ისეთი solution-ი, რომელიც გვინდა რომ იყოს, ყოველთვის არის ჩვენი მეგობარი REST API, სადაც შეგვიძლია საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული მეთოდების გამოყენება და აგერ დავამატოთ რაიმე custom solution-ი, სადაც ჩვენი ხელით გავუწერთ თუ კი გვექნება ამის სურვილი და შესაძლებლობა, რომ მაინც და მაინც LogSign-ის თიმის გარეშე თუ გვინდა რომ ჩავაბათ რაღაც გადაწყვეტილება. ეხლა უკვე უშუალოდ უნდა გადავიდეთ იმ ნაწილზე, როდესაც ჩვენ ფაქტიურად ლოგები ჩაბმული გვაქვს, LogSign-ი დასეთაფებულია, ყველაფერი ნორმალურად მუშაობს. ეხლა რას ვაკეთებ? ხო, ანუ რა გავიგერო CM-ია, გავიგერო SWOT ფუნქციონალი აქვს, გავიგეთ რომ threat intelligence-ია, მერე რა ხდება, ხო? შემდეგ უკვე LogSign-ის threat intelligence გამოყენებით და ჩვენი alert rule-ების, ვთქვათ, გამოყენებით, რომელიც გავწერეთ, უკვე ვიწყებთ ასე ვთქვათ, თითოეულ ინციდენტზე რეაგირებას. აქ როგორც ხედავთ, საკმაოდ დიდი რაოდენობის ინციდენტები შეიძლება გქონდეს. ხედავთ რამდენიმე გვერდი არის და ამ შემთხვევაში როგორ ხდება თითოეული ასე ვთქვათ ინციდენტზე რეაგირება, ხო? შეგვიძლია დამატებითი ინფორმაციის გვერდზე გადავიდეთ და ამ შემთხვევაში
შეგვიძლია სხვადასხვა task-ის გაწერა თიმისთვის, სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღება, ნახვა პირველ რიგში რა ხდება თვითონ ალერტის შემთხვევაში და ინტეგრაციებიდან გამომდინარე ამ დიდ ღილაკზე ხელის დაჭერით, მაგალითად ვირუს ტოტალის საშუალებით შეგვიძლია პირობითად მივიღოთ აღნიშნულ ინციდენტში არსებული IP-ის რეპუტაცია და როგორც ხედავთ, აქვე მივიღეთ ინფორმაცია აღნიშნულ IP-ზე, რომელიც ცდილობდა ჩვენ სერვერთან დაკავშირებას, ხო? თუმცა ინციდენტები შეიძლება განსხვავებული სახის იყოს. პირველი ალბათ, რაზეც მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო, არის ამ შემთხვევაში ის, რომ რამდენიმე ეტაპი არის ინციდენტის მართვაში, არის ამ შემთხვევაში ანალიზის, containment, eradication, recovery, post incident. ამაზე რა თქმა უნდა მაიკომაც ისაუბრა დასაწყის ნაწილში, უბრალოდ უფრო დეტალურად რომ გითხრათ, ასე ვთქვათ, რა იგულისხმება და რატომ არის ამ სახით წარმოდგენილი. გაჩვენებთ თვით, გაგიზიარებთ ეკრანს. გჭირდება პრინციპში შემიძლია მთლიანი სკრინი გაგიზიაროთ ამ შემთხვევაში, რომ არ ვიწვალოთ ზედმეტად და აი როგორც ხედავთ ესე იგი რა ეტაპებია გასავლელი. ხო, პირველი ეტაპი რეგულაციების მიხედვით არის მომზადების, ასე ვთქვათ, ეტაპი, როდესაც ჩვენ წინასწარ ვამზადებთ რაღაც solution-ებს ორგანიზაციაში, რა თქმა უნდა, ეს ნაწილი Logsign-ში უკვე გამოტოვებულია, იმიტომ რომ გვაქვს ეს preparation-ი. შემდეგი არის detection და ანალიზი. Detection-ის და ანალიზის დროს რა ხდება, ხო? ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ ვახდენთ შეტევის ანალიზებას, შესაძლოა, ასე ვთქვათ, წყაროებს, საიდანაც შეიძლება აღნიშნული შეტევები მომდინარეობდეს და რა, ასე ვთქვათ, თულების გამოყენებით ან რა მოწყვლადობების გამოყენებით შეუძლია ჩვენ სისტემაში ცადონ შემოსვლა ან რაღაც დაუშვათ კიბერშეტევის განხორციელება. შემდეგი ეტაპი უკვე არის ის, რომ როდესაც ამ ყველაფერს გავარკვევთ containment, eradication და recovery-ის ეტაპებზე გადავდივართ, აქ რა ხდება? პირველ რიგში containment-ში, როგორც ხედავთ, სტანდარტის მიხედვით არის დადგენილი ის, რომ პირველ შემთხვევაში თუ დაუშვათ network traffic-იდან მომდინარეობს რაიმე, ამ შემთხვევაში ვიწყებთ, ტრაფიკის ბლოკირებას, ამ შემთხვევაში შეგვიძლია დაუშვათ თუ რომელიმე AD user-იდან ხდება, ასე ვთქვათ, პრივილეგიების ესკალაცია, შეგვიძლია აღნიშნული user-ის დიზეებში გაშვება, ან უფლებების ჩამორთმევა, რაღაც თუ რაიმე აპლიკაციის დაბლოკვა. Eradication-ის შემთხვევაში უკვე ჩვენ ვიწყებთ იმას, რომ აღარ გავრცელდეს, ანუ მთელ ორგანიზაციაში ეს რაღაც კონკრეტული შეტევა და ვიწყებთ მაგალითად სხვადასხვა კიბერუსაფრთხოების solution-ების გამოყენებას, პირობითად ანტივირუსი, შეიძლება იყოს რაიმე სკანირების solution-ი, რომელიც ამოწმებს მოწყვლადობაზე კიდე ზევიდან, ასე ვთქვათ, დამატებით სკანირებას და როდესაც ჩვენ უკვე გავივით eradication-ის პროცესს, ანუ სრულად აღმოვფხვრავთ იმ შესაძლო შეტევის საწყისებს, რაც შეიძლება ჩვენს ორგანიზაციაში ამ კიბერშეტევის განხორციელების პერიოდში ყოფილიყო, უკვე გადავდივართ recovery ეტაპზე, ანუ შემდეგ უკვე მაგალითად ის მომხმარებლები, რომლებიც დაუბლოკეთ, ან მაგალითად უფლებები ჩამოვართვით, შეგვიძლია საჭიროების შემთხვევაში დავაბრუნოთ პირვანდელ მდგომარეობაში, ის IP მისამართი თუ რომელიმე დაუშვათ არასწორად დაუბლოკეთ და ზედმეტად კაცრი პოლიტიკა ქონდა, დავაბრუნოთ და შემდეგ უკვე post event activity იწყება, ანუ რა შეგვიძლია, ანუ საბოლოო ჯამში რისი გაკვეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ ეს ყველაფერი არ განმეორდეს მომავალში, ხო? და როგორც ხედავთ, იგივე ეს ყველაფერი ეტაპები არის Logsign-ის შემთხვევაშიც ნათლად ნაჩვენები. ეხლა დავუბრუნდეთ ალბათ თავარ საკითხს, რომ არ დავხუროთ ეს ინციდენტი იყოს როგორც არის ისე. დავუბრუნდეთ იმ საკითხს, სადაც დაგვირდით, რომ AnyDesk-ის შემთხვევაში, ან detection-ის შემთხვევაში რა მოხდებოდა, ხო? მე გავხსნი ამ შემთხვევაში ერთ-ერთ ვირტუალურ მანქანას, სადაც
მაქვს ვთქვათ ლოგირება ჩართული ტიცუთით მაგალითისთვის იყოს ეს და ამის setup-ის პროცესსაც გავუვლი გადმოვათრიო წესდარიგით უნდა გამოჩნდეს თქვენთან ეს ეკრანიც ერთ წუთით მაინც გადავამოწმებ კი ჩანს ეკრანი და მაგალითისთვის რა გვინდა ხო ანუ გვინდა რომ AnyDesk-ის detection-ი ვნახოთ როგორ მუშაობს და ბარემ case-აც მივაყოლებ ამ შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს ხო პირობითად IT დეპარტამენტი ზედმეტად რაღაც დაკავებულია არცალია რაღაც ბევრი საქმეა ხშირად ყოფილა შემთხვევა რომ მაგალითად სამი თანამშრომელი IT დეპარტამენტში სიტყვაზე ერთი მენეჯერი არის ანუ head-ი დეპარტამენტის ერთი sysadmin-ი ერთი IT ანუ help desk-ის მიმართულება ხო მაგალითად help desk-ი გავიდა შეებულებაში sysadmin-ი გახდა ცუდად და ნუ ისე დაემთხვა რომ დეპარტამენტის head-ის კისერზეა ყველაფერი და მხრებზეა ყველაფერი და ნუ რაღაცა დახმარება დაჭირდა რომელიმე თანამშრომელს ოღონდ ისეთი რომელიც იდეაში თლად IT-ის მოვალეობაში და IT დეპარტამენტის მოვალეობაში არ შედის ხო ანუ მაგალითისთვის რა იყოს სიტყვაზე მეილში არის ის სიგნაჩა როგორ გაწეროს და ნუ თხოვა დახმარება და ამ დროს არ გცალია უთხარით რომ რაღაც 1 საათში დაგეხმარები და ხშირად არის ხოლმე ისეთი кейსი რომ მაგალითად თანამშრომლებს ყავთ ძალიან გამოცდილი მეგობრები ახლობლები ნათესავები IT მიმართულებით ვისაც საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს YouTube-ზე Windows გადაყენება ნახეს როგორ ხდება და შეუძლია დახმარება და ნუ მაგალითად გადაწყვიტა თანამშრომლო რომ AnyDesk-ი შემოუშვას კომპიუტერში ამ შემთხვევაში რა ლოგიკით დავიჭერ ამ AnyDesk detection-ს რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს ნუ მაგალითისთვის ახლა ვინაიდან სერვერზე ასე ვთქვათ ტესტავ აღნიშნულ ფუნქციონალს ავიღე sysmon-ის და nxlog-ის კომბინაცია და აქვე ვიტყვი რომ ამის დასეთაფება ძალიან მარტივია იქიდან გამომდინარე logsign-ის წინასწარ გამზადებული სკრიპტები აქვს იმისთვის რომ ვთქვათ seamless ინტეგრაცია გააკეთოთ ანუ უბრალოდ იღებთ საინსტალაციო ფაილს თვითონ აღნიშნული პროგრამების და კონფიგურაციის ფაილი უკვე logsign-იდან გაქვთ გადმოწერილი რომ და უთითებთ რომ დაუშვათ გაეშვას ინსტალაცია აღნიშნული კონფიგურაციის გამოყენებით და მეტი არაფერი არ არის საჭირო უბრალოდ მე data collection-ში logsign-ის ხარეს გადადიხართ და უთითებთ IP-ს საიდანაც ლოგი მოდის. და რა ხდება? მაქვს AnyDesk-ი, მაგალითისთვის ავიღე სიტყვაზე ეს სტანდარტული AnyDesk-ი გადმოვწერეთ, იყო ანუ გამითიშა 5 წუთში ან რაღაც ესეთი და ნუ შეეცადნენ დაკრეკილი AnyDesk-ის ან რამე მსგავს solution-ის გადმოწერას. პირველი ეს кейსი რაც არის მნიშვნელოვანი, ანუ რატო უნდა გვაინტერესებდეს მაგალითად აღნიშნული ფუნქციონალი CM-ში ჩაბმა, ხო? ანუ რა გამოწვევებთან არის დაკავშირებული და რატომ მაინდა-მაინც AnyDesk-ი ან ასე ვთქვათ დისტანციური წვდომის აპლიკაცია. რატომ ამოვხილებ ყურადღებას? იმიტომ რომ ძალიან ხშირად თუ დაუკვირდებით მაგალითად 2024 წლისთვის top 10 შეტევას კიბერშეტევას რაც განხორციელდა, ან დაუშვათ ზოგადად თანამედროვე კიბერშეტევების განხორციელების ეტაპებს მივხვდებით ერთ, ასე ვთქვათ, კანონზომიერებას დავიჭერთ, რომ ძალიან ხშირად რა ხდება? პირველ რიგში ხდება სხვადასხვა იუზერის მონაცემების კომპრომატიზაცია, შემდეგ უკვე შეღწევა სისტემაში და შენიღბვა სხვადასხვა აპლიკაციებში და განსაკუთრებით დისტანციური წვდომის აპლიკაციაში რომ არის ჩამალული, ესა თუ ის malware არის ძალიან კარგია, ну კარგი არა ჩვენთვის, არამედ კიბერდამნაშავეებისთვის, იმიტომ რომ ხშირად იძლევა იმის საშუალებას, რომ მეტნაკლებად თუ სწორად არ არის გამართული სხვადასხვა solution-ების ლოგიკა, შეუძლიათ რომ დამალონ, ასე ვთქვათ, აღნიშნულ solution-ებში malware-ი მაგალითად მიიღონ წვდომა და შემდეგ უკვე მოხდეს lateral movement-ი, ანუ შიდა ორგანიზაციაში პარალელურად გავრცელება აღნიშნული შეტევების. ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, მაგალითად მიხვდა თანამშრომელი რომ AnyDesk-ი დაბლოკილი გვაქვს, შეუცვალა სახელი პირობითად ერთ-ერთი მეთოდი და მაგალითად ალბათ თუ მიხვდება ვინმე ან თუ ალბათ ვერ გაიგებს ჩვენი IT დეპარტამენტი რომ მე დავუშვათ AnyDesk-ით სახელშეცვლილი AnyDesk-ით ვიღაც შემოუშვი ორგანიზაციაში. ხო და ნუ აქედან პოტენციური შეტევა
შეიძლება განხორციელდეს ისე რომ არც მე და არც ჩემმა ძალიან ცოდნე და IT-ში ასე ვთქვათ გარკვეულმა ნათესავ ან მეგობარმა იცოდეს რამე ამის შესახებ, ხო? და რა ხდება ამ შემთხვევაში? ამ შემთხვევაში ხდება ის რომ პრინციპში ეს მანქანა აღარ გვჭირდება უკვე AnyDesk-ი გაეშვა, უყურებთ და ვხედავთ რომ ალერტი მოგვივიდა AnyDesk-ის detection-ის და ფაქტიურად ჩვენმა სისტემამ ავტომატურად დაიჭირა თუნდაც იგივე სახელშეცვლილი AnyDesk-ის აპლიკაცია ლოგებიდან გამომდინარე და როგორც ხედავთ, ნახეთ რა ავტომატური მოქმედება გააკეთა. ამ შემთხვევაში წინასწარ მქონდა გაწერილი action rule-ებში ის რომ აი ბარემ ახლა გაჩვენებთ როგორ გამოიყურება ეს პროცესი. Action rule-ებში მქონდა გაწერილი ის რომ თუ კი AnyDesk detection-ი მოხდებოდა, მეილი გამოეგზავნა ჩემთან. ანუ ავირჩიე რაღაც რულის სახელწოდება, გადავედი შემდეგ ეტაპზე და მივთითე რომ იმეილი გამომიგზავნე, ამასაც გაჩვენებ პროცესს როგორ გამოიყურება, რომ ვიცოდეთ. Send მეთოდი, ნუ super admin-ი ამ შემთხვევაში მე გახლავართ. და basic template-ი გამოვიყენებ, თუმცა შემიძლია რაიმე custom template-ი ავაწყო, ან რამე advanced ისეთი რაც Logsign-ის უკვე აქვს გამზადებული და ფაქტურად მომივიდა მეილი, ამასაც ერთი წუთით ახლავე გაჩვენებთ. როგორ გამოიყურება დაახლოებით აი ესე გამოიყურება Logsign-ის ალერტი, როგორც ხედავთ, ესე იგი AnyDesk detection-ი მეუბნება რა კატეგორიაში გადის, რა URL-თან მიმართებაში ხდება, ვინ იყო ის იღბლიანი, ვინც ჩვენს რადარზე მოხვდა, კრიტიკულობის ქულა, დაუშვათ პრიორიტეტი რა არის, რომელ destination-ი რა იყო, ანუ რა IP-ზე მოხვდა და ასე. და ეს თან გავითვალისწინოთ, რომ basic ფუნქციონალი, ანუ basic template-ი იყო, რაც გამოვიყენეთ. ეს დაუშვათ ერთი სტანდარტული ვარიანტი და შემდეგ უკვე მაგალითისთვის შემიძლია აღნიშნული ინციდენტის გამოძიება და ნუ საჭიროების შემთხვევაში შემიძლია დავხურო ეს ინციდენტი და ვთქვა რომ იყო მაგალითად true positive, მაგრამ აქ თავარი იდეა რა არის, რომ მე იმის და მიუხედავად რომ ვიყავი თუ არა, ასე ვთქვათ, Logsign-ის სამართავ პანელთან იმ მომენტში მეცალა თუ არა, დაუშვათ ჩვენს დეპარტამენტში სისადმინი თავს კარგად გრძნობდა თუ არა და შეეძლო თუ არა დამხმარებოდა, იმიტომ რომ SOC team-ი არ ყავს დაუშვათ, ან help desk-ი, რომელიც ძალიან ჭკვიანი არის, მაგრამ შეგულებაში გაუშვი და ჩემთვის არ ეცალა დამეხმარებოდა თუ არა, ეს არ მაინტერესებს, იმიტომ რომ მე არ მჭირდება ავტომატური action-ების დროს სულ მუდმივად Logsign-ისთვის, ასე ვთქვათ, მითითებების მიცემა და ამ შემთხვევაში თუ კი მე დამატებით რაიმე ლოგიკას გავწერ წინასწარ, ხო? აი მაგალითისთვის რა ლოგიკა შეიძლება იყოს გაწერილი, ამასაც გაჩვენებთ, ავიღოთ რაღაც ერთ-ერთი ინციდენტი, მაგალითისთვის მე შემიძლია action rule-ი გავწერო, რომ რაღაცა კონკრეტული შეტევის შემთხვევაში სიტყვაზე პირველ რიგში IP-ს ასე ვთქვათ, IP-ს რეპუტაცია გადამიმოწმოს მაგალითად, ნუ სიტყვაზე ავიღოთ ის პირველი IP რაც არის, შემდეგ IP რეპუტაციას რომ გაიგებს, თუ კი მაგალითად ჩაბმული მაქვს LDAP-ის საშუალებით რომელიმე იუზერი კონკრეტული რომელიც დაუშვათ აღნიშნული იუზერი რომელიც, ნუ ამ შემთხვევაში შემიძლია დაუშვათ აღნიშნული იუზერი რაც ამ ივენტში იყო გამოყენებული გავწერო და სიტყვაზე ადმინისტრატორების group name-დან ამოვსვა, ანუ ფაქტიურად მოვახდინო მისი უფლებების ბლოკირება, ეს ყველაფერი ავტომატურ რეჟიმში, სანამ მე საერთოდ არ ვარ სამართავ კონსოლთან, რაც ძალიან გვიმარტივებს უკვე პროცესს და დაუშვათ ამასთანავე გამომიგზავნოს მეილი, ამასთანავე საჭიროების შემთხვევაში შემიძლია მაგალითისთვის ნუ აი პირობითად რა გავაკეთოთ Sentinel-იდან რაღაც device-ი network quarantine-ში გავუშვათ, რაიმე threat-ი, ანუ threat-ის შემთხვევაში თუ ფაილიდან მომდინარე აქვს დაუბლოკოთ, ავიღოთ კიდე რამე სხვა solution-ი, ნუ ჩვენს ინტეგრაციაში არსებულ solution-ებზე მაქვს რა თქმა უნდა საუბარი, მაგალითად Bitdefender-ის შემთხვევაში შემიძლია რაღაც endpoint-ების სია გავუშვა, ან რაღაც კონკრეტული scan task-ი გავუშვა, ანუ მაგალითად დავასკანერებინო ისა თუ ის endpoint-ი რომ ნახო რამე
lateral movement ხო არ არის, ანუ რამე გავრცელების, თქვა პარალელური გავრცელების საშიშროება ხომ არ არის და ანუ მაგალითისთვის სიტყვაზე შემიძლია threat intelligence პლატფორმის გამოყენებით მოუძებნო ესა თუ ის ინციდენტი როგორ გამოიყურება, რა ინფორმაცია შეიძლება იყოს. ნუ მისთვის შემთხვევაში გეტყვით რომ ეს თქვა open source პლატფორმა არის threat intelligence-ის კიდევ ერთხელ გავიმეორებ და აქ შეგვიძლია დაუშვათ სხვადასხვა ივენთებს უფრო დეტალურად შევხედოთ, სხვადასხვა ორგანიზაციების ინფორმაციიდან გამომდინარე, თუ დაუშვათ რა კატეგორიაში ჯდებოდა ესა თუ ის დაუშვათ შეტევა, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამისთვის, რა ინფორმაცია შეგვიძლია მოვიძიოთ დამატებით და ერთ რაღაცას ვიტყვი, რომ ამ შემთხვევაში ვინაიდან MISP-ს შედარებით ნაკლები რესურსები მივეცი, ანუ ძალიან ასე ვთქვათ, შეუზღუდე რესურსებში და ალბათ მიხვდებით საიდან გამომდინარე არის ეს რესურსების შეზღუდვა, როგორც ხალხური ანდაზაგვეუბნება, ვირტუალურ მანქანას ფეხზე რო დაისვავ, თავზე აგაცოცდებაო და თავში რო ავარდნოდა open source solutions, ამიტომ შევამცირე რესურსები და დაჭირდა დრო აღნიშნული ასე ვთქვათ response-ის მისაღებად. და ნუ მაგალითისთვის რა შემიძლია გავაკეთო, სიტყვაზე მოუძებნო რაიმე ატრიბუტი, ეს ატრიბუტი შეიძლება იყოს რაღაც კონკრეტული IP, შემთხვევაში ცოტა გავიმარტივებ საქმეს და სიტყვაზე ავიღებ რაიმე IP მისამართს. ნუ მაგალითისთვის აქ შეიძლება იყოს სიტყვაზე რაღაც 4024.00 თუ კი რა თქმა უნდა ატრიბუტებში აღმოჩნდება რაიმე მსგავსი IP მოგვიძებნის, თუ რა თქმა უნდა არ აღმოჩნდა, არ მოგვიძებნის და იქიდან გამომდინარე თუ MISP-ში რაიმე ასე ვთქვათ ატრიბუტი დაემთხვევა, ის ატრიბუტები, რასაც რითიც ვეძებ, ასე ვთქვათ, აღნიშნულ ინციდენტს, შემიძლია შემდეგ უკვე ივენთის ID მივიღო, ის ივენთები წამოვიღო ჩვენ მხარეს. თუ კი მაგალითისთვის ახლა აქ ჩაბმული არ გვაქვს მაგალითად FortiGate პირობითად ან Palo Alto, შეგვიძლია სიტყვაზე network-ის უფრო დეტალური გამოძიებაც გავაკეთო, ანუ ამ ეტაპზე ინციდენტის გამოძიება უკვე დამოკიდებულია იმაზე, თუ setting-ებში, response-ებში რამდენად ბევრი solution-ი მაქვს ჩამატებული და რამდენად მეტი საშუალება მაძლევს ესა თუ ის გადაწყვეტილება და შესაბამისად უკვე ამ response-ებიდან გამომდინარე შემიძლია სიტყვაზე მივიღო სხვადასხვა შედეგი. და საბოლოო ჯამში, რაც ალბათ შეჯამების სახით მინდა გაჩვენოთ, არის დეშბორდები, ალბათ, ნუ როგორც წესი ამას თავიდან იწყებენ ხოლმე დეშბორდებზე საუბარს, მაგრამ ამ შემთხვევაში ბოლოსკენ მოვიტოვე, იმიტომ რომ ალბათ ყველაზე ისეთი მარტივად მისახვედრი ნაწილია და რა თქმა უნდა ეს დეშბორდები არ შემოიფარგლება მხოლოდ სტანდარტული main dashboard-ით, შეგვიძლია დაუშვათ alert რულების review ნახოთ, შეგვიძლია network traffic overview ნახოთ, სხვადასხვა დაუშვათ მაგალითად MITRE-ს dashboard-ი შეგვიძლია ჩავამატოთ, threat intelligence-ის ანალიზი შეგვიძლია გავუშვათ სიტყვაზე და ვივიღოთ სხვადასხვა ინფორმაცია, ნუ საერთოდ ყველა dashboard-ს არ მივყვები, ან შეგვიძლია მაგალითისთვის ჩვენთვის ასურველი dashboard-ი დავამატოთ, სხვადასხვა ვიზუალი, სხვადასხვა ფუნქციონალი, საიდან რა ინფორმაცია წამოიღოს, ნუ ეს პრინციპში მეტნაკლებად სტანდარტული ფუნქციონალია და კიდევ ერთი საინტერესო ნაწილი, რა თქმა უნდა, რაც არის user entity and behavior analysis, ანუ ფაქტიურად თუ კი მე enrichment-ის ნაწილში LDAP-თან კომუნიკაცია, სინქრონიზაცია მაქვს ჩართული, ესეტები, ანუ ის სერვერები, ის დევაისები, რაც AD-ში მაქვს ჩაბმული, შეუძლია რომ წამოიღოს, ანუ დომენში გაწევრიანებული დევაისები, თავისით შეუძლია identity-ები წამოიღოს და შესაბამისად უკვე მე მაქედან გამომდინარე მივიღო ინფორმაცია user entity and behavior analysis-ზე, ანუ ჩემგან ზედმეტი მითებების გარეშე თითოეული user-ს, თითოეულ device-ს უყუროს და აქედან გამომდინარე რაღაც ანალიზი გამიკეთოს, აი მაგალითად ეს user-ი, ამ user-თან დაკავშირებით რამე event-ი არის თუ არა დაკავშირებული, ამ
ამას ახლა რასაც ხედავთ, ასე ვთქვათ, პატარა კვადრატებში მოთავსებულ ინფორმაციას არტეფაქტებს უწოდებთ და შეგვიძლია ამ არტეფაქტების სათაოდ გადავიდეთ, ანუ აღნიშნულ მოხმარებელთან მიმართებაში, მაგალითად ინციდენტი რაღაცა ინციდენტი დაგენერირდა თუ არა, რა დევაისებთან იყო დაკავშირებული, რა ლოკაციებზე იყო ეს ყველაფერი, ანუ საიდან მომდინარეობდა, ასე ვთქვათ, კომუნიკაცია და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველა მეტნაკლებად ალბათ ყველა CM Solutions აქვს რეპორტინგი. აქ ახლა რეპორტინგის ფუნქციონალზე დიდად არ გავამახვილებ ყურადღებას, უბრალოდ ვიტყვი, რომ ერთი საინტერესო ფუნქციონალი გვაქვს კიდე დამატებით, რომ არის offline რეპორტი, ანუ ფაქტიურად live რეჟიმში რეპორტები კიდე ცალკე თემაა, მაგრამ მაგალითისთვის გვინდა 5 წლის წინანდელი რაღაც ინფორმაცია, რომელიც სადღაც არა უკვე თვითონ იმ წყაროზე ინახება, საიდანაც დაუშვათ ლოგები მივიღეთ, არამედ სადმე არქივში გვაქვს ხო მოთავსებული, ამ დაარქივებული ინფორმაციიდან შეგვიძლია ინფორმაციის ამოღება, რეპორტების გაკეთება რამდენიმე წლის წინანდელი, ანუ არალაივ რეპორტები და თვითონ რეპორტების ინსტალაცია ისეთივე მარტივია, როგორც ალერტ რულების და მაგალითად რესპონსების დამატება და ბაკეთების დამატება, იმიტომ რომ როგორც ხედავთ, პლუს ნიშანი აქვს და პლუსზე დაჭერით შემიძლია დავაინსტალირო, ასე ვთქვათ, სხვადასხვა რეპორტი. ნუ მაგალითისთვის პირობითად ავამატოთ FortiGate-ის რეპორტი და როგორც ხედავთ, მომენტალურად დაჭერის საშუალებით დაინსტალირდა. და საბოლოო ჯამში რომ შევაჯამოთ, ასე ვთქვათ, Logsign-ის პლატფორმა, ხო, ანუ დადებითი მხარეები და რატომ შეიძლება მაგალითად აურჩიოთ Logsign-ი? პირველი ის, რომ როგორც ვახსენეთ, ძალიან მარტივად დანერგვადი პროდუქტია, მარტივად ინტეგრირებადია სხვადასხვა solution-ებთან, upscaling-თან და ზოგადად ტექნიკურ პრობლემებთან თვითონ პრობლემა არ გააჩნია, იმიტომ რომ network-ის outage იქნება, რაიმე დაუშვათ დაყოვნებები იქნება, დროში აცდენა იქნება ლოგების წყაროების თუ რა, ეს პრობლემას არ წარმოადგენს. დეცენტრალიზაცია პრობლემას არ წარმოადგენს და რამდენიმე დაუშვათ დიდი ორგანიზაციიდან იქნება ეს, ან გაერთიანებული ორგანიზაციები თუ ბრენდები თუ რა, ანუ არ აქვს მნიშვნელობა, უკვე ჩაბმული რაც იქნება ჩვენ სამართავ პანელში, იქიდან ინფორმაციის შეგროვებაზე პრობლემა არ აქვს, ავტომატიზაციის ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს ამ შემთხვევაში. გვაქვს threat intelligence-ის პლატფორმა, გვაქვს user entity and behavior analytics-ი ჩართული, გვაქვს SOAR-ის ფუნქციონალი და ფაქტიურად კიდევ რაც ალბათ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ბევრი ორგანიზაციისთვის, სხვა CM-ებთან მიმართებაში საკმაოდ ბიუჯეტური გადაწყვეტილება შედარებით და აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით, საკმაოდ კარგ კონკურენტად გვევლინება სხვადასხვა solution-ებისთვის. თუმცა აქ ალბათ კიდევ ერთი გამოწვევა, რაც არის ორგანიზაციების წინაშე არის ხოლმე ის, რომ ხშირად ზოგადად CM-ის საჭიროებას ვერ ხედავენ და ამ შემთხვევაში ფაქტიურად მე რისი ჩვენებაც მინდოდა არის ის, რომ არ უნდა, ასე ვთქვათ, დავიხიოთ უკან იმ კუთხით, რომ შეიძლება გვეგონოს, რომ რაღაც სირთულეს წარმოადგენს მაგალითად CM-ის ჩვენს ორგანიზაციაში ინტეგრაცია და აქ თავარი საკითხი არის ის, რომ ის ბენეფიტები, ჩემი აზრით, რასაც CM-ი დამღებულობ, თუნდაც იმ მოცემულობით, რომ შეიძლება სიტყვაზე ყველა solution-ი არ მქონდეს გამოყენებული, ну აი მაგალითისთვის რომ ავიღოთ სიტყვაზე პირობითად შეიძლება PAM-ი არ მქონდეს მაგალითად ჩაბმული solution-ში, ანუ CM-ის solution-ში და შეიძლება რაღაცა ფუნქციონალს კარგავდე, ხო, ან მაგალითად DLP-ის ფუნქციონალი არ იყოს, თუმცა მაინც ყოველთვის არის ის ასე ვთქვათ, ის ინფორმაცია ჩვენთვის ხელმისაწვდომი და დამუშავებადი, რაც შეიძლება მომავალში ერთი რომ სწორი კონფიგურაციის და სწორი პოლიტიკების გაწერაში დაგვეხმაროს კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ყველა გადაწყვეტილებას და შეიძლება მაგალითად ცალ-ცალკე სამართავი პანელი და როდესაც უყურებთ ყველა სხვადასხვა გადაწყვეტილებას ისეთი ერთიანი სურათი ვერ გქონდეს, როგორც მაგალითად CM-ში, როდესაც ერთი ინციდენტის გარშემო გავაერთიანებთ ამ ყველაფერს. და ნუ მაგალითისთვის ვინაიდან სიტყვაზე PAM-ი ვახსენე, აი PAM-ის შემთხვევაში კიდე რა მაგალითად რა შემიძლია, რომ
დავამატო, ხო? აი, მაგალითისთვის შეიძლება ვიყენებდეთ PAM solutions და სიტყვაზე გქონდეს ვთქვით კრანი გავაზიაროთ. აი, როგორც ხედავთ, მაგალითისთვის PAM-ი გქონდეს ჩაბმული რაღაც კრიტიკულ რესურსებსა და მომხმარებელს შორის და სიტყვაზე მინდოდეს რაღაც კრიტიკულ რესურსზე წვდომა. ნუ ამ შემთხვევაში სენასეგურას ვარიანტი გვაქვს. ნუ ტოკენის გამოყენების გარეშე გავაკეთებ მოდი ამ წვდომას, იყოს ეს. და სიტყვაზე მინდა რაღაც სერვერზე წვდომა და მაგალითისთვის გამოვიყენე რაღაც audit-ed command-ი, ხო? რომელიც გამოყენებაც აკრძალულია. ამ შემთხვევაში CM-ში რა benefit-ი მაქვს, ხო? ამ შემთხვევაში CM-ში მაქვს ის benefit-ი, რომ როდესაც აკრძალულ audit-ed ძანებას გამოვიყენებ, PAM-იდან მომდის შეტყობინება, რომ ვიღაცამ user-მა, ამ შემთხვევაში ვინ არის ეს user-ი, გვიჩვენებს გამოიყენა აკრძალული ბრძანება და მიაქცია ყურადღება და ანალოგიურად ამაზე შეუძლია alert-ing-ი შევქმნათ. ანუ ფაქტიურად სხვადასხვა solution-ებს ვაქცევთ ერთ დიდ ჩარჩოში და აქედან გამომდინარე უკვე ძალიან მარტივია ამ ყველაფრის მართვა. ეხლა მოდი ჩემი აზრით უკვე საკმარისად ვისაუბრე სხვადასხვა ფუნქციონალზე და უკვე გადავალ შეკითხვების ნაწილზე, იმიტომ რომ ხოლოდ ჩემი საუბარი არ გონია ძალიან მნიშვნელოვანი იყოს ამ ვებინარში, თუ თქვენს შეკითხვებსაც არ მოვისმენ და მაქსიმალურად არ გაგცემთ პასუხს, ხომ? და თან დღეს კარგი, ასე ვთქვათ, შესაძლებლობა გვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ ვენდორის მხრიდანაც გვყავს წარმომადგენელი და ტექნიკური შეკითხვების თუ გვექნება, შეგვიძლია ასე ვთქვათ, თამამად დავუსვათ უფრო სიღრმისეული შეკითხვები ტექნიკურად და რაზეც შეიძლება მე ვერ გაგცეთ პასუხი, ამ შემთხვევაში ლოგსაინის წარმომადგენლები გვიპასუხებენ. პირველი შეკითხვა, რაც არის ამ შემთხვევაში ნიკოლოზისგან, რომ ლოგსაინის უკან Elasticsearch-ის ბაზა უდგას თუ არაო. ლოგსაინი Elasticsearch-ს იყენებს კი ნამდვილად და შესაბამისად ფუნქციონალში გამოყენებული არის ლოგსაინთან. ხა დაულოდები შეკითხვებს. აქ ეკრანი დაუტოვებ, არემ ხელახლა გავაზიარე, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა შეკითხვა კონკრეტული ფუნქციონალიდან გამომდინარე გაგიჩნდეთ. ალბათ უფრო, ვთქვათ, კარგი იქნება თუ ამ მენიუს დაგიტოვებთ, რომ რაღაც კონკრეტულ კომპონენტზე შეიძლება გქონდეთ რაიმე შეკითხვები. ესე იგი, გიორგისგან არის შეკითხვა, რა სისტემური მოთხოვნები სჭირდება დაახლოებით ერთ მანქანად ეშვება თუ იყოფა რამდენიმე ვირტუალურ მანქანად. ამ შემთხვევაში სისტემურ მონაცემებს გაჩვენებთ ეხლავე, პრინციპში ალბათ ჯობია ოფიციალური ლინკიდან გაჩვენოთ ლოგსაინის requirement-ები,
რაც შეეხება ერთიან მანქანად ყენდება თუ არა, ამაზე გეტყვით, რომ კი, ანუ ერთიან მანქანად ყენდება, უბრალოდ ინფრასტრუქტურაზეც არის, რა თქმა უნდა, დამოკიდებული, ანუ თქვენ თუ გინდათ ძალიან დიდი ინფორმაციის მიღება ან დეცენტრალიზებული ინფრასტრუქტურა გაქვთ, როგორც ვახსენე, მაგალითად შეიძლება Leaf appliance-ები დაყენდეს, საიდანაც დამატებით ხდება, ასე ვთქვათ, ლოგების გადამისამართება, მაგრამ ისე სტანდარტულად all-in-one appliance არის, ანუ არ გჭირდებათ ვთქვათ, დამატებითი რაღაც დამატებითი ინფორმაციის უბრალოდ დამატებითი სერვერების დაყენება ერთი წუთით სანამ requirement-ებს ვეძებ დაახლოებით უხეშად რო თქვა 16 მახსოვს ოპერატიული თუ არ მეშლება, ну პირობითად ტერაბაიტი იყო storage space-ი. აბა ნახოთ, უნდა მქონდეს ჩანიშნული იდეაში Loxine-ის requirement-ები. მე უბრალოდ ზუსტად ჩემი appliance-თან გამომდინარე შეიძლება გაგიჩნდეს შეკითხვა, რატომ არ გპასუხობთ, მაგრამ იდეა არის ის, რომ მე მოვჭერი მთლიანად ასე ვთქვათ რესურსები, ანუ იქიდან გამომდინარე რამდენი თავისუფალი ასე ვთქვათ storage-ი მქონდა. ნუ ამ შემთხვევაში 3000 EPS, ანუ event per second-ის შემთხვევაში all-in-one standalone-ში რეკომენდირებული არის როგორც წერია 32 core და 64 RAM-ი და ნუ ტერაბაიტი hard drive-ი, თუმცა hard drive-ი რა, ნუ იდეაში SSD ჯობია, მაგრამ ეგ მონაცემი არის, აი დაახლოებით EPS-ი რო ავიღოთ 3000, თუმცა მანდ event per second-ებზე, ანუ წყაროების, ასე ვთქვათ, შემოდინების სისტრაფეზე არის დამოკიდებული, რას უნდა გავუმკლავდეს და აქვე ვიტყვი, რომ upscaling-ის კუთხით, ანუ დაუშვათ თუ გჭირდებათ, რომ გაზარდოთ წარმადობა აღნიშნული appliance-ის, არ არის აუცილებელი რაღაც დამატებითი appliance-ების აწევა, უბრალოდ ამატებთ მონაცემებს შესაბამისად ვირტუალურ მანქანას. და პრინციპში შემიძლია ვებინარის შემდგომ ლინკის სახით follow-up-ი გამოგიგზავნოთ, ან დეტალური დოკუმენტაცია კონკრეტულად რა ივენთების რაოდენობის შემთხვევაში რამდენი რესურსს მოიხმარს. შემდეგი შეკითხვა არის storage-ებში შექმნილი ფულების ან ყარი მეხსიერებების ან RAID კონტროლერების ლოგებს თუ იღებს, მაგალითად Dell Powervault-ი ME4 სერიის storage-ი. ნუ ამ შემთხვევაში ალბათ ჯობია მაინც Loxine-ის წარმომადგენელს ვკითხოთ იქიდან გამომდინარე, რომ კონკრეტულ მოდელზე გაინტერესებთ, თუმცა პრინციპში ლოგების მიღება შეუძლია ნებისმიერ ისეთი solution-იდან, საიდანაც ერთი რომ ან ლოგების გაგზავნა შეგვიძლია, ან მაგალითად რაღაცა აგენტების დაყენება შეგვიძლია, ხო? თუმცა კონკრეტულ ამ მოდელზე მოდი ვიკითხოთ მაინც წარმომადგენლებთან. I will give this question to our representative from the Loxine team. So the question is, can Loxine get logs from storages or storage pools, or, for example, RAID controller logs, or, for example, devices like Dell Powervault ME4 series storage? Yes, thank you for the question, Guram. Now, Guram, when we are speaking about the data collection, okay, I think we cannot hear your voice. Can you hear me now? Yeah, I think we can hear your voice, Said. I think it's a problem on Guram's side.
So please go on. Guram, can you hear me? Hello, Guram, can you hear me? შესაძლოა ჩემ მხარეს არის მოდა ხმა და უბრალოდ ჩატში რომ დაწეროთ თუ ის მოდა ხმა უბრალოდ ჩემ მხარეს არის მოდა და არ მინდა ეს შეკითხვა ისე დაგვრჩეს რომ ჩანაწერში არ მოხდეს. კი ბატონო. იმიტომ რომ მე არ მესმოდა ხმა და გავასწორე მე მგონი. კარგით. მადლობა. So Said, you can go on with answer. It was a problem on the Guram's side. Thank you for confirming, Michael. So colleagues, just to give you a background before we speak about the data collection, okay? What we are offering on the LogSign Unified SecOps platform are 500 plus out-of-the-box data collection integrations for products offered by different vendors. And apart from this, we also create any kind of custom plugin or custom parsers that is required in order to collect data from any kind of device, any solution that you might be using, which is not available as an out-of-the-box integration. And in case if you're looking to collect the logs from any specific solution or device, all you have to do is ensure that that specific product that you want to integrate with our platform has the capability to forward the logs using syslog, if it is an on-prem solution, or if it is a cloud-based app, you can provide us the API guide. So what we'll do, we'll use the sample logs in case if it is an on-prem device and we create a custom parser based on it. And if it supports API integration, you can share with us the API guide. Our product team will review the API guide and create the required parsers for you. And I would like to highlight the fact here is that whatever custom parser that you need us to create for you, it will be done absolutely at no cost because we offer free plugin services to help you to integrate different logs with the log data sources with LogSign. So this removes any kind of limitation on integration with LogSign Unified SecOps platform. I hope that answers your question. Thanks for your support. Well, I can't hear most of the part because I have like some kind of technical issues. I can't hear anyone who's on the webinar except from me. So I'm using chats to understand if the question has been answered. Sorry for the inconvenience and thanks for helping again. რამე შეკითხვები ხომ არ გვაქვს კიდე აბა გადავხედოთ. ესე იგი ბატონო ეს ხო, ამ შემთხვევაში გიორგი მოგწერა, მადლობა, ზუსტი არ მჭირდება, გასაგებია რომ დამოკიდებულია სხვადასხვა გარემო ფაქტორებზე. ლიცენზიას რაც შეეხება, ყოველწლიური გამოწერა ალბათ ხო, თუ დაახლოებით რა პრინციპით ხდება ლიცენზირება და მიახლოებითი ფასების გაჟღერება თუ შეიძლება, ან სატესტო ვერსიის გამოყენება თუ არის შესაძლებელი. Ну, ამ შემთხვევაში ალბათ ლიცენზირებასთან მიმართებაში სასურველია რომ დაუშვათ თქვენი ინდივიდუალური მოთხოვნებიდან გამომდინარე გითხრათ პასუხი და არ ვიცი ალბათ პრინციპში მაიკოც იტყვის რამდენად სწორია რაღაც ამ შემთხვევაში ხალხის გაჟღერება, მაგრამ სატესტო ვერსიას რაც შეეხება, ერთი რო შეგვიძლია დაუშვათ ჩვენი დემო გარემო გაჩვენოთ, ანუ საჭიროების შემთხვევაში გაჩვენოთ როგორ მუშაობს, ან დაუშვათ თქვენ შემთხვევაში თუ დაინტერესებული ხართ, რა თქმა უნდა შეგვიძლია ამ მიმართულებითაც გიშვა მდგომლო და პრინციპში აგერ მაიკოს მივცემ სიტყვას ასევე დამატებით, რომ თქვას ლიცენზიასთან დაკავშირებით.
კი ბატონო გურამ, მადლობა. ანუ ლიცენზირებას რაც შეეხება, როგორც ვახსენე, გააჩნია რა ფუნქციონალს ეძებთ, ხო, ანუ მაგალითად TI-ის ნაწილი გჭირდებათ თუ არა, ან სიტყვაზე leaf collector-ები, ხო, ანუ solution-ის მასშტაბირებადობისთვის გჭირდებათ თუ არა, თუ სიტყვაზე single appliance იქნება საკმარისი. როგორც წესი, ფას და ლიცენზირებას რაც შეეხება, ვენდორთან ერთად ვავსებთ კითხვას, ანუ რამდენი ლუქსორსი გექნებათ, რომელი პაკეტი, ან პაკეტებად არის დაყოფილი Oxine-ის solution-ი და შესაბამისად ამ თქვენი პასუხებიდან გამომდინარე უკვე ვარჩევთ თქვენთვის ოპტიმალურ solutions, ოპტიმალურ პაკეტს. და ანუ ეგ რაც შეეხება ლიცენზირებას და შესაბამისად ანუ ფასის ეს ზეპირად თქმა მეც არ შემიძლია ვებინარის მერე აუცილებლად მოგწერთ და ანუ ვენდორთან ერთად შეგვიძლია დავადგინოთ დაახლოებით რა შეიძლება თქვათ რა ღირებულების ლიცენზია შეიძლება იყოს თქვენ შემთხვევაში რელევანტური, ხო, რაც შეეხება სატესტო ვერსიას, რა თქმა უნდა, ანუ როგორც გურამმა თქვა, ჩვენ გარემოში შეგვიძლია გაჩვენოთ, ანუ დამატებით ანუ რა ფუნქციონალი აქვს Oxine-ს და ასე შემდეგ და მეორე, ანუ POC-ის ჩატარება შეგვიძლია ვენდორთან ერთად და სატესტო ლიცენზიის მიწოდებაც ამადაც არ იქნება პრობლემა. ანუ იმის გამინდა რომ გარდა ესე ვთქვა სატესტო ლიცენზიის მიწოდებისა, ასევე ჩავერთვებით ტესტირების პროცესში და დაგეხმარებით მაქსიმალურად რომ ტესტირებამ წარმატებით ჩაიაროს. მადლობა მაიკო. მე მგონი გამოვასწორე პრობლემა ასევე ხმაც მესმის უკვე ამასობაში. პრინციპში ვებინარის დროს ცოტა გადავაცილეთ. იქიდან გამომდინარე რომ ცოტა მეც გამიგრძელდა სიტყვა ასე ვთქვათ და აქედან გამომდინარე 1-2 წუთს კიდე დავამატებთ შეკითხვებისთვის და უშუალოდ რო არ დაგვრჩეს რამე დამატებითი და შემდეგ უკვე დაგემშვიდობებით და რა თქმა უნდა დაინტერესების შემთხვევაში როგორც მაიკომ აღნიშნა შეგიძლიათ დაუშვათ დავკავშირდეთ და ყველანაირად გაგიწევთ დახმარებას, ну ერთი ის რომ პირობითად შეგვიძლია ვთქვათ ონლაინ შეხვედრა ჩავნიშნოთ, მაგალითად დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის, სადაც პირობითად ჩემივე აწეულ, ასე ვთქვათ, დემოში ნახავთ რა როგორ მუშაობს, უფრო დეტალურად გატესტავთ რაღაცას, ან პირობითად შეგიძლიათ იგივე POC-ის პროცესი გამოიყენოთ და შესაბამისად უკვე იქიდან თუ რამე შეკითხვა გაგიჩნდებათ, უფრო ასე ვთქვათ, მარტივი იქნება ჩვენთვისაც follow-up-ი აღნიშნულ თემებზე. მადლობა თქვენ, გიორგის უპასუხებ, რომ დრო დაგვითმედა და ესწარეთ ჩვენს ვებინარს და ყველას რა თქმა უნდა, ვინც ესწრებით და ესწრებოდით. როგორც ხედავ, მეტი შეკითხვები ჯერჯერობით არ არის, აქედან გამომდინარე დავასრულებ ნელა ვებინარს. მადლობა კიდევ ერთხელ დასწრებისთვის, მადლობა ინტერესის გამოჩენისთვის. Thank you for the Oxine side for attending our webinar and providing your support to us and our webinar attendees. And I will end this webinar. So have a great day ahead and thanks again for your support and for your attendance. You're welcome. Thank you everyone for joining. Thank you. დაგემშვიდობებით. კარგად ვზანდებოდეთ.